მოგესალმებით და დიდ მადლობას გამხატა ის რომ მოხვედით აქ. ეს იყო დრო, როდესაც ეს დარბაზი იყო ხოლმე გაჭედილი მართლა და ძალიან სავსე. ძალიან დიდი ინტერესი იყო ხოლმე მაშინ ასეთი ინტელექტუალური შეხვედრების მიმართ და ისეთი საზოგადოება იყრიდა თავს, რომელიც სამწუხაროდ მე დაიშალა საწინააღმდეგო ბანაკებად გაიფანტა და თანდათან იმის და კვალად რომ გაჩნდა უამრავი სხვა ცენტრიც, კულტურის თუ NGO თუ რაღაცა და რაღაცა გაიფანტა ეს ძალები და ასე შემდეგ და ჩვენს დარბაზში ასეთ დასწრებას როგორც დღეს არის, კარგი ნიშნავს თვლით მაინც ამ ვითარებაში. როგორც თქვენ იცით ყველა, კავკასიურ სახლში 2023 წლის ნოემბერში, დეკემბერში დაარსდა კირილ მარგველაშვილის სახელობის ლიტერატურულ-ფილოსოფიურ კვლევათა ინსტიტუტი. ამ ინსტიტუტს თავიდან ხელმძღვანელობდა პროფესორი ფილოსოფოსი მამუკა ბერიაშვილი, შემდეგ მას უკვე აღარ შეეძლო გაწყობოდა ამ საქმეს სხვადასხვა მიზეზების გამო და ჩვენ ეს საპატიო მისია გადავაბარეთ ძალიან კარგ ახალგაზრდა ფილოსოფიის მკვლევარს გაბრიელ მადონა გალობლიშვილს, რომელიც 8-9 და მეტი წელი ფილოსოფიას სწავლობდა გერმანიაში და იქ აღმოაჩინა კივი მარგველაშვილი და იქიდან შეუდგა მისი ფილოსოფიის კვლევას, რასაც თავად მოგახსენებთ. ამ ინსტიტუტმა და ეხლა იწყებს თავის საქმიანობას და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საინტერესო წარიმართება ეს საქმიანობა. ეხლა იმპულსი თვითონ ამ ინსტიტუტის დაარსებისა იყო არამხოლოდ ის ცნობილი ფაქტი, რომ კივი მარგველაშვილმა დატოვა მონუმენტური შემოქმედება გერმანულ ენაზე, რომანების, პოეზიის, პიესების, თითქმის ყველა ჟანრის ნაწარმოების სახით, ამავე დროს ძალიან დიდი ფილოსოფიური მემკვიდრეობა და აგრეთვე ენათმეცნიერული. და ჩვენ გვინდა აი ამ ინსტიტუტის ფარგლებში როგორც შევძლებთ ნელ-ნელა ავითვისოთ ეს შემოქმედება და ამავე დროს ეს ინსტიტუტი იკვლევს არამხოლოდ და ადგილს უთმობს არამხოლოდ კივი მარგველაშვილის შემოქმედებას, არამედ აი მომიჯნავე მოვლენებსაც სხვადასხვა ფილოსოფოსებს უთმობს ადგილს, ლიტერატურას, კრიტიკას და ასე შემდეგ. მაგრამ თავარი ის არის, რომ თვითონ კივი მარგველაშვილის პიროვნებაც და ეს ინსტიტუტიც ჩვენ გვესახება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კულტურულ ხიდად ევროპასთან, საქართველოს ევროპის, ქართულ-ევროპული, აი რაღაცა კულტურული მიკროსივრცის შექმნის იდეაც იყო ეს, სადაც შეიძლება თავი მოიყაროს ევროპული ლიტერატურისა და კულტურის თანამედროვე კვლევებმა, რაც საქართველოში ხორციელდება და ხელახლა დავიწყოთ აი ამ ძლიერი ხიდების გადება. რაც ასე თუ ისე წლების მანძილზე ხორციელდებოდა, მაგრამ მე თანდათან შეწყდა და შესუსტდა. ამ ქვეყანაში. ძალიან ნიშანდობლივი იყო ის, რომ 2023 წელს ჩვენ კივი მარგველაშვილის დაბადების დღე 14-ში ვერ აღვნიშნეთ და აღვნიშნეთ 16-ში. მაგრამ ის იყო ძალიან სასიხარულო დღეები მაშინ, რადგან ზუსტად 14 დეკემბერს გამოცხადდა კანდიდატის სტატუსი, რომ მისცეს საქართველოს და იყო არაჩვეულებრივად ხალისიანი და მხიარული განწყობა, ახალგაზრდები ბევრი იყვნენ და ასე შემდეგ. და 2 წელიწადში თუ ჩვენ უკან გადავქანდებოდით და საერთოდ უპირველეს სივრცეში აღმოჩნდებოდით, ნამდვილად არ გვეგონა. ჩვენ გვეგონა, რომ სულ წინ წავიდოდით ამ გზაზე, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ახლა გვაინტერესებს ინტელექტუალური და სულიერი კულტურული ევროპა და მისი შესწავლა და ხიდები მასთან. მაგრამ ეს პოლიტიკური სივრცის შიგნით ხდება უფრო ადვილად და უფრო ნაყოფიერად. და ისეთი ოცნება იყო
გივის რომელმაც უყურა მთელი საქართველოს ტანჯვას და ქართული ემიგრაციის ტანჯვას გერმანიაში 21 წელს საქართველოს ოკუპაციის შედეგად უზარმაზარი ტალღა ქართული ასეთი მართლა ინტელექტუალური ძალების რომ გაიხვეთა ევროპაში მის თვალწინ ხდებოდა მასეხებოდა და ეს ქართველი ემიგრანტები საერთოდ ემიგრაცია განსაკუთრებით ღია ჭრილობა დატარებდა ამას ყოველთვის და განსაკუთრებული მგრძნობელობა ჰქონდა გივისაც და სხვებსაც რუსეთთან დამოკიდებულებას როგორ წავიდოდა ეს და საერთოდ აი ამ საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხს აი ვერ წარმოიდგენთ როგორ განიცდიდა რომ არ უშვებდა არც ერთ ახალ ამბავს რა მოხდა ვინ თქვა რა თქვა და არ ვიცი ესე იგი ეხლა ევროპა არც პანაცეა დედამიწაზე საერთოდ უნაკლო ადგილი არ არსებობს და არასოდეს არ იქნება ესეთი სრულყოფილი ბედნიერება არსად ძალიან ღრმა მიზეზების გამო მაგრამ და ახლა ის ნიჩე და შპენგლერიც რამენაირად ხალხს დამუშავებული აქვს ახლა ისაც ევროპის პრობლემა აინტერესებს და ვიცით რომ ეს კულტურული კრიზისი ეხება მთელ მსოფლიოს და ევროპასაც იმიტომ განვითარების ცენტრი სწორედ ის იყო და იქ ხდება ასეთი მოვლენები მაგრამ არც ერთ მსოფლიოს არც ერთ კაცობრიობის არც ერთ სეგმენტს არ აუშენებია ისეთი სახელმწიფო სადაც ყველაზე მეტად დაცული ადამიანის ღირსება ვერ ააშენა ეს არის სწორედ მთელი თავისი ნაკლოვანებებისა და მთელი რამისი ეპოქალური საშიშთვისებების მიუხედავად და ტენდენციების ერთადერთი ადგილია სადაც აშენდა სწორედ ეს დემოკრატიული წყობილება რომელიც კიდევ ინარჩუნებს თავს მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა და საერთოდ მიისწრაფის ყველა სწორედ დასავლეთისკენ რადგან იქ მოხდა მაინც კანონის უზენაესობის დაფუძნება და დაცვა დღემდე სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა და რაც თავარია სწორედ იქ აღიარეს ადამიანის ისეთი ღირსება რომელიც გამორიცხავს რომ ის იყოს ჭანჭეკი სახელმწიფოსი და სახელმწიფოს როგორც უნდა ისე მოექცეს მას ას დღემდე ეს რჩება სწორედ იდეალად ამ თვალსაზრისით ევროპა მიუხედავად დიდი რყევებისა და კატაკლიზმებისა ვერავინ დაასახელებს უკეთეს ადგილს დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს თვალსაზრისით ამ დედამიწაზე. ამიტომ ეს ხადი იყო ახლა გივისთვის რომ რამენაირად ჩვენ სიმსივრეს უნდა შევერთებოდით და იგივე ღირებულებები დაგვემკვიდრებინა, მაგრამ ეს აღმოჩნდა ამაო ეს ყველაფერი როგორც იცით და ეხლა პოლიტიკურ კონტექსტში იმიტომ მოვაქციეთ ჩემდავნებურად ეს დასაწყისი რომ ბოლოს და ბოლოს პოლიტიკა ბედისწერა ჯერ ეს ნაპოლეონმა თქვა როდესაც შეხვდა გოეთეს და რაზე მუშაობ და უთხრა გოეთემ უთხრა ბედისწერის ტრაგედიაზეო ანტიკურ ტრაგედიაზე და ნაპოლეონმა მოახსენა ბედისწერა პოლიტიკაა ბედისწერა ხო და ესე იგი პოლიტიკაა ბედისწერა და ამიტომ ძალიან ჩართული იყო ძალიან კარგად ერკვეოდა გიო მარგველაშვილი თანამედროვე პოლიტიკურ სიტუაციაში მსოფლიოსი ხო და აი ამ ჩვენი ძალიან მოგრძალებული შესაძლებლობებით იმიტომ ინსტიტუტი არ ფინანსდება ცალკე მას არ აქვს გრანტი ეს კავკასიურის სახლის რაღაცაში და გადანაწილების შედეგად მოხდა რომ რაღაც სხვადასხვა პროექტებიდან შეკოწიწებული თანხით არსებობს არ აქვს მას ну ეს რა გვინდა კიდევ რომ აი გაფანტული და ძალიან დასუსტებული პროფესიული ინტელექტუალური სულიერი ძალები დღევანდელი საქართველოსი როგორც შეგვიძლია ისე შევკრიბოთ აქ როგორც შეგვიძლია ისე შევკრიბოთ იმიტომ რომ მალე ეს მართლა უდაბნო იქნება მალე იქნება სრული უდაბნო განათლებისა და კულტურის თვალსაზრისით
ჯერ უკვე ისეთ დონეზეა ეს ყოფილი კულტურა, რომ გეგონება ამ ქვეყანაში არც ზრდილობა გაუგია ვინმეს და არც არავით არის ნორმა კულტურის გაველურების უკიდურეს ზღვარს მიაღწია. და აი ამ ჩვენი შესაძლებლობით ყველას მოწადინებით, ხალისით, ერთმანეთისთვის გაზიარებით და ასე შემდეგ, აი ესეთი რაღაცა ლოკალური სივრცის შექმნა და შენარჩუნება გვინდა. ეხლა იქ როგორც შესძლო ისე იმუშავა ინსტიტუტმა, ჩატარდა დამფუძნებელი კონფერენცია 23 წლის ნოემბერ-დეკემბერში და მერე შესანიშნავი მომხსენებლები გამოდიოდნენ და აღმოჩნდა, რომ არსებობს ჯგუფი პროფესიული კადრებისა, რომლებიც გივის შემოქმედებას სერიოზულად სწავლობენ, ეცნობიან როგორც თბილისში, ისევე ქუთაისში და აგერ ქუთაისის უნივერსიტეტის წარმომადგენლები გახლავან აქ, ქალბატონ გუნგეშა გაგრძელე აგერ, რომელიც ერთ-ერთი ასე ვთქვათ თანმიმდევრული და ძალიან პროდუქტიული მკვლევარია გივი მარგველაშვილის შემოქმედების. აღმოჩნდა, რომ მკითხველების წრეც არსებობს, დაინტერესებული პირების წრეც არსებობს და ეს სასიხარულოა, რა თქმა უნდა. მოკლედ მოხდა ის, რომ ძალიან კარგი მომხსენებლები გამოდიოდნენ აქ არის ჟურნალში და ეხლა ყველას ვერ ჩამოვთვლი ამ ხნის მანძილზე, 2 წლის მანძილზე თუ წელიწადნახევრის მანძილზე იკითხებოდა საინტერესო მოხსენებები, იყო დებატები, დისკუსია და როგორღაც მაინც შევძელით აი ამ ცოცხალი სივრცის შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ კავკასიური სახლი არის მუდმივი მუქარის ქვეშ, იმით რომ გაუქმებენ, იმით რომ მოსპობენ, ამით ასე ვთქვათ ეს გაჩერებულია, რაღაც ანგარიშები, ლევანის მთელი საბანკო მონაცემები აქვთ, ესმის ლევანს, რომელსაც 1500 ლარი აღებასი, ხო და ისინი ამას ირკვევენ ძალიან დეტალურად, აი წარმოიდგინეთ ხო და ესე იგი აქ ძალიან დაბალი ხელფასებია კავკასიურ სახლში და ამის კვლევა მიდის რისგან მილიონრებისა და მილიარდერების მხრიდან ხალხო. ხო, აი ესეთი ვითარება გვაქვს ჩვენ დღეს, მაგრამ ღმერთი მოწყალეა და იმედი გვაქვს, რომ გადავრჩებით და ასე ადვილად ვერ მოსპობენ კულტურის მაჯისცემას საქართველოში. ვერ მოისპობა ეს ასე ადვილად და ამისთვის ვარ ჩვენ ყველანი აქ. მე ეს ყველაფერი შევკრიბეთ და აი ესეთი ჟურნალი გამოვეცით, რასაც თქვენ თვითონ გაეცნობით და ნახავთ და შოთა იათაშვილი ცნობილი პოეტი, კრიტიკოსი, საბავშვო მწერალი და რომანისტი და სულად არაჩვეულებრივი რედაქტორი, რომელიც წლების მანძილზე იყო აფრის რედაქტორი, მოვიწვიეთ ისე თავიდან, რომ წაუძღეს აი ამ აფრას და როგორც შევძლებთ, ისე გავაგრძელებთ ამ საქმეს. ეხლა მე ვთხოვ, რომ შოთან გითხრას 1-2 სიტყვა ამ ჟურნალის შესახებ და შემდეგ უკვე ჩვენს ახალგაზრდა მკვლევარს დავუთმობთ ადგილს. აბა ვთხოვ შოთა. მოგესალმებით. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ამ წიგნზე მუშაობა, ამ ჟურნალზე მუშაობა, ამ მასალებზე მუშაობა და ეს მასალები სხვადასხვა ტიპის იყო. არის უფრო ლიტერატურად მცოდნეობითი, ანალიტიკური ხასიათის წერილები, არის ესეისტური ხასიათის წერილები, მაგალითად გამოვყოფდი თემურ ტოლიას წერილი არის ძალიან ისე ლაღად იკითხება, სადაც საკუთარ გამოცდილებას უპირისპირებს, ანუ პარალელურ რეჟიმში განიხილავს კაპიტანი ბაკუშის სიუჟეტთან მიმართებაში. არის თავად გივი მარგველაშვილის რამდენიმე ტექსტის უფრო ამ შემთხვევაში პოეტური ტექსტები არის ჰამლეტზე და არის გოეთეს ერთი ლექსის სხვადასხვა ვარიანტები, აგერ მიკო ბეროშვილის და დავით წერეთიანის და შემდეგ უკვე როგორი ტიპის
ასე ვთქვათ, გარდაქმნებით ახასიათებდა გივი მარგველაშვილს ესეთი თავისი ვერსია დაწერილი ამ ლექსის მეფეზე. და საერთოდ პრინციპში თავიდან ბოლომდე რომ მიყვებით, შეიძლება რაღაცა გამეორებები იყოს იმ თვალსაზრისით, რომ ყველა მკვლევარი ამ შემთხვევაში რაღაცნაირად მაინც გამოკვეთს იმ ძირითად თემას თუ თემატიკას თუ თეზისებს, რაც გივი მარგველაშვილის შემოქმედებისთვის არის დამახასიათებელი და გამორჩეული და ამას ვერანაირად ვერ გავექცეოდით და გამეორება ვიცით ჩვენ რომ ცოდნის დედაა, თან ამ შემთხვევაში მაინც ყველა მკვლევარს რაც სჭირდება უფრო აი იმ მომენტებზე ამახვილებს ყურადღებას. ჩემთვის ძალიან ძნელია რომ რაღაცნაირად ესეთი შემფასებლური იყოს ეს გამოსვლა ერთი წამით რო ჩავხილოთ. ხო, აქ საინტერესოა ისიც რომ არის რა თქმა უნდა წერილები იმ ნაწარმოებებზე, რაც არის ქართულად ნათარგმნი, მაგრამ არის მაგალითად თინათინ მოსეშვილის წერილი კონტაქტზე იმ რომანზე, რომელიც ჯერაც არ არის ნათარგმნი და ეს შეიძლება იყოს გარკვეული სტიმული იმისათვის, რომ აი ის წიგნები, რომლებიც ჯერაც არ არის განმოქართულებული, ნელ-ნელა მიეწოდოს ქართულ კითხვას, მოხდეს მათი თარგმნა. პრინციპში ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო წერილით მთავრდება, გერმანიიდან გამოგზავნილი წერილით ფრანკ ტრემელის, სადაც აი ეს რაღაცა განწყობა და დამოკიდებულება იქიდან, ამ ევროპიდან, გერმანიიდან გივი მარგველაშვილისადმი, აი ამ პროცესებისადმი, რაც საქართველოში მიმდინარეობს, ძალიან კარგად და ლაკონურად არის გამოხატული. მთლიანობაში მე ფიქრობ, რომ ამ მასალების ასე შეგროვებამ და აფრაში გამოცემამ შეიძლება სწორედ აი ის სტიმული მოგცეს, რომ შემდგომი მეორე კონფერენციაც გაკეთდეს, ასევე შეგროვდეს ეს მასალები. ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ ტარდება რაღაც კონფერენციები, ყველა გამოდის იმ მომენტში ვიღაც ესწრება, ვიღაც ვერ ესწრება, მაგრამ სადღაც მერე იფანტება ეს მასალები, იკარგება და ასე ვთქვათ, ვერ რჩება ისტორიის მეხსიერებაში და ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ ვიცით, რომ ეს მასალები დარჩა ისტორიის მეხსიერებაში და ხელს შეუწყობს იმას, რომ გაგრძელდეს აი ეს კვლევები უფრო სიღრმისეულად ახალ ტექსტებზე, იმ ტექსტებზე, რომელზეც კვლევა ჯერჯერობით არ ჩატარებულა, აზრი არ გამოთქმულა და ასეთი ტექსტიც ალბათ მე მგონი საკმაოდ ბევრია, იმიტომ რომ ყველამ ვიცით, როგორი დიდიც არის და რაღაცნაირად ამოუწურავის გივი მარგველაშვილის შემოქმედება. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ჟურნალისტვის იმუშავეთ, უფრო გაგებით, რომ დაწერეთ წერილები ამ კონფერენციისათვის და თუ საჭირო იქნება, მე მუდამ მზად ვიქნები ვიმუშაო ამ დიდი შემოქმედის ხელოვნების პოპულარიზაციისათვის. დიდი მადლობა. დამსწრე საზოგადოება, მოგესალმებით. პირველად დიდ მადლობას გადავუხდი კავკასიურ სახლს და ქალბატონ ნაირა გელაშვილს დობის გამოცხადებისათვის.
ცნობილია, რომ მწერალ ფილოსოფოსის გივი მარგველაშვილის ნაწარმოებების გამოქვეყნება კომუნისტური რეჟიმისას ვერ მოხერხდა, რადგან იგი ამ რეჟიმის ტყვე იყო. და პირველად 90-იანი წლებიდან გახდა ამ ნაწარმოებების დაბეჭდა, მაგრამ 30 წლის შემდეგაც კი მარგველაშვილის მხატვრული პროზა ჯერაც არ შეტანილა ქართული ლიტერატურის სასკოლო პროგრამაში და არც საუნივერსიტეტო სივრცეში ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩამოყალიბებულა მისი ფილოსოფიური ხედვების სამეცნიერო კვლევითი კოლეგია. ამგვარად ნაყოფიერი ნიადაგია შექმნილი იმისათვის, რათა არ ვიცნობდეთ ჩვენი ერის წარმომადგენელს, ვინც მხოლოდ მსოფლიოს გენიოსთა სიაში შეიძლება ამშვენებდეს. გივი მარგველაშვილი ჩემი ცხოვრების 29 წლამდე უცნობი რჩებოდა, ვიდრე ერთ საბედისწერო შემთხვევამდე. ეს ხდება გერმანიაში 2016 წელს ზაფხულის სემესტრის ბოლოა. ფილოსოფიის ფაკულტეტზე აღრიცხული ვარ სემინარზე რა არის განმანათლებლობა. საგამოცდო დავირჩიე მცირე კვლევის მომზადება, სავალდებულო იყო წერის დაწყებამდე გამსაუბრებოდა საგნის პროფესორი, ასე აღმოჩნდი ბოხუმის რურ უნივერსიტეტის სახელიან პროფესორის ბირგიტ ზანდ კაულენის პირისპირ. მალევე როცა გამოიკვეთა, რომ უცხოელი სტუდენტის სტატუსს ვატარები, დიმყისიერად გამოიკითხა ლექტორმა წარმომავლობა და მთხოვა დამისახელებინა საქართველოდან წარმოშობილი ფილოსოფოსები. მაშინ ფეხი და ხელი ერთნაირად გამიციუდა. ზოგადმა სასკოლო განათლებამ და საუნივერსიტეტომ სამწუხაროდ არ მომცა კონკრეტული ცოდნა ქართველ ფილოსოფოსებზე. მაგრამ როგორღაც უეცრად გამახსენდა იოანე პეტრიცი, იქვე ვიფიქრე რანაირად გადამეთარგმნა სიტყვა პეტრიცი პეტრიწონიდან იოანე და მალე შევეშვი ამ ვერსიას დრო არ ითმე და ამიტომ წამოვიძახე შოთა რუსთველი და დავძინე ქართველები პოეზიით ფილოსოფოსობთ მეთქი. ამ დღის მწარე გამოცდილების შემდეგ სასწრაფოდ დავიწყე ინფორმაციის მოძიება ქართველი ფილოსოფოსების შესახებ. ასე მივაგენე სახელსა და გვარს გივი მარგველაშვილი. გამოცემულ წიგნებში ჭარბობდა მხატვრული ლიტერატურა. ჩემი პირველი საკითხავი წიგნი გახდა რომანი მუცალი, რომელმაც დამარწმუნა, რომ რაღაც განსაკუთრებული რამ ხდებოდა მარგველაშვილთან და მისი პოეზიის პროზის უკან ღრმა დამოუკიდებელი ფილოსოფია იფარებოდა. ფილოსოფია, რომლის სწორად გაგების გარეშე პროზის ზედმიწევნით ახსნა, მიმაჩნია, რომ სრულფასოვნად ვერ მოხერხდება. ამ ფიქრმა 2018 წელს დამაბრუნა სამშობლოში, მიზნით ჩამებარებინა თესეულს ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამაში. ჩემი პროფესორების ანასტასია ზაქარიაძის და ირაკლი ბრაჭულის მეშვეობით ხელში ჩამივარდა მალევე გივი მარგველაშვილის გერმანულენოვანი წიგნი ცხოვრება ონტო ტექსტში, რომელმაც როგორც იქნა მაპოვნინა, ესე იგი მასში ვიპოვნე ამჯერად მარგველაშვილის მხოლოდ ფილოსოფიური მსჯელობანი. საკითხი შეეხება უნიკალურ თეორიას ცნობიერების ფილოსოფიაში, რომელსაც გივი მარგველაშვილი უწოდებს ცნობიერების ონტოტექსტოლოგიას. სწორედ მისი კვლევა წარმოადგენს ჩემი სადოქტორო ნაშრომის თემას დღესდღეობით. ყველა დიდი ფილოსოფიური თეორიის საფუძველი გარკვეული მეტაფიზიკური და ონტოლოგიური ხედვაა, რომელსაც პირველ რიგში შეიმუშავებენ ხოლმე ფილოსოფოსები და შემდეგ მას უკვე თეორიის სარჩულად აფენენ. მარგველაშვილის ცნობიერების ონტოტექსტოლოგია იმდენად უნიკალურია, მუდამ ვგრძნობდი ფილოსოფოს უნდა დაეწერა კიდევ სხვა ფუნდამენტური ტექსტიც. ამ ძიებამ გამობედვინა და ერთ დღესაც კავკასიური სახლის კარს მივატეკი. ვლოცულობდი წამით მაინც გადავყროდი ქალბატონ ნაირა გელაშვილს, რათა მისთვის მეკითხა მსგავსი ტექსტის თუნდაც ხელნაწერის სახით არსებობის შესახებ. გადავეყარე პირველ ჯერზე თეა გალდავას, ვინც გამამხნევა და შემახვედრა ქალბატონ ნაირა გელაშვილს და ასე აღმოჩნდა ჩემ ხელში ეს საბედისწერო ტექსტი ნაბეჭდის სახით გამოუცემელი ოღონდ სათაურით ონტოლოგია და ონტოთემატოლოგია, რომლის რედაქტირებასაც ახლა ვეწევი, მზადდება გამოსაცემად, თუ კი ფინანსური მხარდაჭერა იარსებებს. მხოლოდ ამ ტექსტით ხდება შესაძლებელი მარგველაშვილის ფილოსოფიის ძირეული კვლევა.
ახლა მინდა გაგიზიაროთ თუ რა იწვევს მარგველაშვილთან აღფრთოვანებას, რისი წყალობით გვაქვს მასთან როგორც გენიალურ, უნიკალურ ფილოსოფოსთან საქმე. შემეცნების მარგველაშვილისეული თეორია, ცნობიერების ონტოტექსტოლოგია, ცნობიერების ტექსტობრივ დასახსვრას, სტრუქტურას შეისწავლის. მარგველაშვილი გადმოგვცემს, ადამიანში ჩადებულია შინაგანი მიდრეკილებები, მაგალითად, ინტუიცია, ტაქტის შეგრძნება, ინსტინქტი, მაგრამ ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს საკმარისი არ არის. ადამიანისათვის აუცილებელია ეს შინაგანი კანონები წიგნის, ანუ ტექსტის სახით დადგინდეს, გადმოიცეს, ესე იგი, საზრისის შემცველი წინადადებით, სიტყვებით, ამოკაწრული იქნება ის პაპირუსის ფურცელზე ლურსმნული დამწერლობით თუ სხვა ხერხით იქცევა სიტყვა მატერიალურ ფორმად. ტექსტი ეს საგნისადმი აზრის მიახლების საშუალებაა. წიგნი, რაც ხელში გვიჭირავს, უკვე აზროვნების საგანია, ჭვრეტისათვის რომ მოგვეცა. ტექსტი, წიგნი, ისტორიის დიდი გამოგონებაა, მხოლოდ მისით ხდება კულტურის სამყაროს განვითარება, ანუ სამყაროს ანთროპოლოგიური ფორმირება. წიგნი შედის რა ისტორიაში ყველაფერი პრეისტორიული ხდება, ასკვნის გივი მარგველაშვილი. ის კულტურის სამყაროს რეალური ფუძემდებლური განზომილებაა და შესაბამისად სიტყვა, ესე იგი ტექსტი უპირატესია ადამიანის შინაგანი სამყაროს სხვა გამომსახულობით ფორმებთან შედარებით, მაგალითად მუსიკა, ფერწერა და ასე შემდეგ. ამ ბოლო აღმოჩენას მარგველაშვილი დამაჯერებლად ასაბუთებს, კერძოდ, ყველა მედიას, მუსიკას, ცეკვას ნახატი. ეს ეჭიროება ტექსტი, სადაც აღწერილი იქნება მისი გაგების შესაძლებლობა. მაგალითად, მუსიკის ხვებისადმი გადაწოდება, რომ მოხდეს, ის უნდა იყოს ენობრივად აღქმადი. რატომ? სიტყვებით გადმოცემა არის ადამიანისათვის ყველაზე მისაღები, ყველაზე ბუნებრივი, რადგან აზრს აქვს ენობრივი ფორმა. ცნობიერება ეს ტექსტია და ადამიანიც ტექსტი, ანუ წიგნები, წიგნი და ჩვენ ამ წიგნის გმირები ვართ. პერსონაჟები. ამასთან მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ მარგველაშვილის ინტერესი მიმართულია ფუნდამენტური რელიგიური ტექსტებისადმი. ესენია თალმუდი, ბიბლია, ყურანი, ბუდიზმი, ინდუისტური წიგნები. იგი ასკვნის, რომ ყოველი კულტურული ერი წიგნით იბადება. თუ კი ასეა, მას როგორ მივიდნენ ძველად ბერძნები ფილოსოფიამდე უწიგნოდ. სწორედ აქ მარგველაშვილი საუკუნოვან შეკითხვას სცემს პასუხს. წმინდა ტაძარი ასრულებდა ბერძნებისათვის წიგნის როლს. აქაა ის აბსოლუტი. იქ მიდის ადამიანი, რათა მსხვერპლი შესწიროს, ხოლო უკან დაბრუნებული საკუთარ თავს ჩაუღრმავდეს. ეს მხოლოდ უმცირესი მიმოხილვა გახლდათ მარგველაშვილის თეორიის, რომელიც ცნებების მთელ შენობას შეიცავს. ამითი გამოიხატება მისი გენიალურობაც, კიდევ ამითი, რადგან მსგავსი რამ იშვიათად უხერხდება ფილოსოფოსებს. ჩვენ ინსტიტუტში კიდევ სხვა ბევრი დაინტერესებული ადამიანის ჩართულობით საჭიროა გაგრძელდეს მარგველაშვილის კვლევა, აგრეთვე იმ მიზნით, რათა უტყუარად დასაბუთდეს თეორიის, როგორც ინტერდისციპლინური მეთოდის ბუნება. ეს ნიშნავს, ცნობიერების ონტოტექსტოლოგიური თეორია მეთოდად იქნას ათვისებული სხვადასხვა სამეცნიერო დარგებში, მაგალითად, თავად ფილოსოფიაში, ეთიკასა და პოლიტიკის ფილოსოფიისათვის, ანთროპოლოგიაში, სოციოლოგიაში, კულტუროლოგიაში, ლიტერატურათმცოდნეობაში და არც თუ ბოლოს ფსიქოლოგიაში. პირადად ეს მომიხერხდა ჩემი სადოქტორო ნაშრომის ერთ ნაწილში, როდესაც დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია გარკვეულ გაჩერებასთან გაგრძელდა და განსრულდა მარგველაშვილის თეორიით. საოცრება. მიმაჩნია, რომ ეს ორი ადამიანი მე-20 საუკუნეში გამორჩეული მეცნიერებაში გამორჩეულები არიან და გენიალურები. დასასრულ ცნობილია მარგველაშვილის გახლდათ
პოლიგლოტი, ფლობდა 10 ენას. მისი მინიატურები მე წიგნის გმირი ვარ უკვე გამოიცა 4 ენაზე: ქართული, რუსული, ინგლისური და გერმანული. მინდა გაგაცნოთ ჩემი მეგობარი, დიპლომირებული მუსიკოსი, ჟურნალისტი, რეჟისორი, ამჟამად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, ასწავლის იტალიურ ენას და ვთხოვე რომ პოეტი არის სისფარული პოეტი და ვთხოვე რომ ეთარგმნა 2 ლექსი იტალიურად. ჩვენთვის ახლა დარბაზისთვის და სამომავლოდაც შეიძლება ვიფიქროთ რომ იტალიურდეს მარგულაშვილის მინიატურები მაინც ჯერ ერთი საუბრობდა ამ ენაზე და მის ლიტერატურაში ასე ვთქვათ არის იტალიელი მწერალი რომელზედაც აღნიშნავს რომ მის ტრადიციას იმეორებს იტალო კალვინო ლიტერატურცოდნებს უკეთესად მოგეხსენებათ და უღრმესი მადლობა მეგობრობის გამოჩენისთვის, დამტკიცებისთვის, თეა ბახტაძე და ახლა წაგვიკითხავს ამ 2 მინიატურას იტალიურად. მოგესალმებით ყველას, ძალიან სასიამოვნოა ესეთ ადგილას ყოფნა, იმიტომ რომ ჩემი აზრი არ არის მხოლოდ ალბათ რომ ინტელექტუალური საქმიანობისთვის ფული არასდროს არ არის, არა მარტო საქართველოს სამწუხაროდ, იტალიაშიც ასეა და დღეს ჩემი თავი ცოტათი იტალიური ენის ელჩი მგონი აქ, არ ვიცი რომელიმე თქვენგანმა იტალიური იცის თუ არა. ამიტომ მე წავიკითხავ თავიდან ლექს ქართულად ქობატონაირას თარგმანს და შემდეგ წავიკითხავ იტალიურად. ერთი რაც მინდა გისურვოთ რომ ალბათ ეხლა ამ ადამიანებით არ შემოიფარგლება საქართველოში საზოგადოება რომელსაც ვთქვათ აქვს სურვილი რომ კვლევებში მსგავსი სახის კვლევებში მეტი ფინანსები ჩაიგდო. სამწუხაროდ ყველაფრის ცვლილებისთვის ფული საჭიროა. ამას ვერ გადავალთ, იმიტომ რომ არსებობა გჭირდება. ქალბატონაირას ვიცნობ და ვიცი მისი პიროვნების არსი, ვიცნობ ცოტათი კავკასიურ სახს და ბატონ ლევანს შორიდან ვიცნობ, ვიცი ყველანი რამდენად შეყვარებულები არიან სამშობლოში და ვუსურვებ მათ რომ მათი იდეები რაც არის ვინმე მაინც გამოჩენილი იყოს ამ ქვეყანაში, ვისაც სურვილი ექნება რომ ხელი შეკითხო. წერან მადონამ მკითხა ამ ლექსის შინაარსზე რა გაიგეო და რა ვიგრძენი. როგორც ვიგრძენი, ისე გადავთარგმნე. ერთხელაც შენი სახლის კარი გაიგება და ერთხელაც ხივის შენს ოთახში ჩამოეშვება. გადააბიჯებ ხურბს და გავხვალ გარეთ ერთხელაც. როს ისტორიაში ჩააბარებ შენ წინამძღოლებს, ისევით ნიღბებს თამაშის შემდეგ. და მამა პაპა ძველ და უცხო წიგნად გექცევა. მაშინ დაწერ შენს ლექს საკუთარს. Una volta la porta di casa tua si aprirà e un raggio di luce cadrà nella tua stanza. Varcherai la soglia e uscirai. Una volta. Quando, dopo aver consegnato alla storia i tuoi condottieri come maschere, dopo la partita, e tuo padre e tuo nonno ti sembreranno un libro antico e sconosciuto. Allora scriverai la tua poesia. და შენი საიდუმლო იყოს შენი სამშობლო. იყოს იგი ოცნება და თქმულება შენი ქედზე და უფლისწულზე. მახვილზე და ყვავილზე. იყოს იგი ტყის ჩუმი გული, სადაც დუმს ყოველივე, ისმენს განაბული. და იყოს სამშობლო მთა უკანასკნელი. უკანასკნელი კითხვა და იძინოს შენში. Lascia che il tuo segreto sia la tua patria, il tuo sogno e la tua storia, quella del cigno e del principe, della spada e del fiore, che sia il cuore silenzioso della foresta, dove tutto tace e l'ascolto trattiene il respiro, che sia la patria, l'ultima montagna, l'ultima domanda che dorme in te. Madlova Didi. ჟურნალის პრეზენტაცია გვაქვს. მოვასწარით და სასიგნალო ნომერი გამოვიდა გივი მარგველაშვილის მინიატურების კრებულისა
იგივე სათაურით მე წიგნის გმირი ვარ. ხო, იგივე გავიმეორებ. პირველი გამოცემა იყო ქართულ-გერმანული. შემდეგ გამოვიდა ანა მარგველაშვილმა, გამოსცა ჩვენმა შვილმა თავის ძალიან საინტერესო გამოცემლობაში მხოლოდ ქართულად ეს მინიატურები და ეხლა ჩვენ რადგანაც გათავდა ეს წიგნები გამოვეცით უკვე მხოლოდ გერმანულად. და არ მოგონა თუ მოესწრებოდა, მაგრამ აი სასიგნალო ის არის ნომერი მოესწრო და ძალიან მალე გამოვა მთელი ტირაჟი. დიდი მადლობა ყველას, ვინც ასე იზრუნა, დიდი მადლობა ანას. აი ეს არის ქართული გამოცემა და სხვათა შორის უნდა გითხრათ, რომ გერმანულ ფაკულტეტზე სტუდენტებისთვის ეს იქნება ძალიან კარგი საშუალება, როდესაც არის თარგმნილი ქართულადაც არის და გერმანული ორიგინალია, აი ასეთი ტიპის მუშაობა, შედარება ამ თარგმანების და საერთოდ აი ამით გერმანული სწავლა. იმიტომ რომ ისენ არის ძალიან გამჭვირვალე, ძალიან მკაფიო და აი სტუდენტებისთვის ეს იქნება გასაგები და ძალიან თანამედროვე და ახალგაზრდას ეს იზიდა. აი ეს არის ეს რომ შეუძლიათ ყველას ვინც გერმანულს ასწავლის და თუ კიდე არის ფაკულტეტების გერმანული ეს გამოიყენონ ეს გერმანული ენის შესასწავლად ასეთი საინტერესო მეთოდი. ხო, ეხლა ვთხოვ ქალბატონ რუსულადაც არის გამოცემული. რუსულადაც არის გამოცემული. მოკლედ ეხლა ესე იგი ქალბატონ ნუგეშა იმუშავა არქივში მარბახის, ეს არის ცნობილი ცენტრი, ძალიან დიდი მნიშვნელობის, სადაც გერმანული ლიტერატურის ყველა მნიშვნელოვანი წარმომადგენლის არქივი, დატოვებული მასალები და ასე შემდეგ ინახება. და გირის უზარმაზარი აი ნუ რა გითხრათ აი და სვეტებად დაგროვილი და ბეჭდი ცლები კომპიუტერში რაც მასალა არსებობდა გამოცემული გამოსაცემი რა ვიცი ესე იგი მთელი ეს წაიღო გერმანიამ და მოათავსა ამ მარბახის არქივში და ვთხოვთ ახლა ქალბატონ ნუგეშას რომელიც არის რედაქტორი და შემდგენელი აი ამ წიგნის და გამბიზრებულია ეს ახალი მასალები მოგვიყვეს ვიამბოს რა ხდება იმ მარბახის არქივში და თვითონ თავისი გამოცდილების შესახებად ამასთან დაკავშირებით. მოგესალმებით, ჩემთვის განსაკუთრებული პატივია დღეს ვიდგე ამ ტრიბუნასთან და ვისაუბრო გივი მარგველაშვილის ძალიან მდიდარი და მოცულობითი შემოქმედების შესახებ. დროს არ წაგართმევთ იმის მოთხრობით, თუ როგორ დაუკავშირდი და რა შრომა გავწიე 2013 წლიდან დღემდე, ანუ პერიოდულად ვიკვლევდი სხვადასხვა ტექსტს, რომლებიც არსებობს ქართულ და გერმანულ ენებზე და განსაკუთრებული პატივი იყო ჩემთვის, როცა ქალბატონმა ნაირამ მომანდო ძალიან საპასუხისმგებლო საქმე შემეგროვებინა და მომეძიებინა ტექსტები, რომლებიც არ არის გამოქვეყნებული გივი მარგველაშვილის და იმყოფება გივი მარგველაშვილის არქივში და გამოგვეცა თავიდან წიგნი, მე წიგნის პერსონაჟი ვარიშბინ აინე ბუფერზუნ და მინდა გითხრათ, რომ ამ წიგნში არის ყველა ის ტექსტი, რომელიც ქალბატონმა ნაირამ ეხლა აღნიშნა და პირველ და მეორე გამოცემებში იყო და გარდა ამისა თემატურად დავაკავშირე ტექსტები, რომლებიც გამოიცა გერმანიაში დაახლოებით 20 წლის წინ, ორი არაჩვეულებრივი ლექსებისა და მინიატურების კრებულია გამოცემული და გარდა ამისა რამდენიმე ლექსი, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა დროს გამოიცა საუკეთესო გერმანული გამომცემლობის მიერ გამოცემულ კრებულებში, მაგალითად განსაკუთრებით მომწონს მე ლექსი უტოპია, რომელიც მხოლოდ ერთხელ დაიბეჭდა და თქვენ ნახავთ შემდეგ ამ კრებულში მართლაც გასაოცარი ლექსია, როგორც იდეურ შინაარსობრივი და თვალსაზრისით და ფილოსოფიური სიღრმით, ასევე გარეგნული იერსახითაც. გარდა ამისა აღმოჩნდა, რომ მარბახის გერმანული ლიტერატურის არქივში მრავლად არის
მინიატურები და ლექსები, რომლებიც არ დაბეჭდილა. რაც შეეხება მარბახის გერმანული ლიტერატურის არქივს, ის არსებობს გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან და მასში თავმოყრილია 1100-ზე მეტი გერმანულენოვანი, ხაზგასმით ვამბობ გერმანულენოვანი, მწერლისა და ფილოსოფოსის შემოქმედებითი მემკვიდრეობა. ჩვენთვის მართლა ძალიან სასიხარულოა და საამაყოა, რომ ქართული წარმომავლობის გერმანულენოვანი მწერლის მთელი შემოქმედებითი მემკვიდრეობა გახლავთ მარბახის გერმანული ლიტერატურის არქივში და ბატონი გივი მარგველაშვილის ერთ-ერთი საყვარელი ავტორი თომას მანი გახლდათ და თომას მანის მემკვიდრეობის გვერდით არის ზუსტად განთავსებული. მე თვითონ ვიყავი საცავში ჩასული და მაჩვენეს თანამშრომლებმა, როგორი რუდუნებითა და გულისხმიერებით აქვთ ის 77 ყუთი დაბინავებული, რომელიც ანა მარგველაშვილმა გადასცა მარბახის გერმანული ლიტერატურის არქივს სრულიად უსასყიდლოდ და ინტერესი იყო გერმანული ლიტერატურის არქივიდანაც ძალიან დიდი ბატონი ფონ ბულო, რომელიც გახლავთ მარბახის გერმანული ლიტერატურის არქივის ხელნაწერთა განყოფილების ხელმძღვანელი, თავად იყო თბილისში ჩამოსული და 2022 წელი გეხსომებათ კორონა შემდგომი პერიოდი არც ისე მარტივი იყო, მაშინ მოხდა ამ განძის ტრანსპორტირება საქართველოდან გერმანიაში. მთლიანად დამუშავებული ეს ტექსტები არ გახლავთ, იმიტომ რომ 77 ყუთი საკმაოდ ბევრია და აქ არის ბატონი გივის ფილოსოფიური ნაშრომები ენათმეცნიერებასა და ლიტერატურათმცოდნეობაში და ასევე მისი მხატვრული ტექსტები, ნაწილი გამოქვეყნებული და ნაწილი გამოუქვეყნებელი. ძალიან ბევრი მინდა გითხრათ. ასე რომ როცა ამ ნაშრომებთან მიდიხარ, ადვილიც არ არის კონკრეტულად იმ საკითხზე იმუშაო, რისთვისაც ახარ ჩასული მარბახში. ეხლა მე როგორ მოვხვდი მარბახის გერმანული ლიტერატურის არქივში, კიდე მინდა ანას მიმართ მადლიერება გამოვხატო, ანა მარგველაშვილის მიმართ, რომელმაც მითხრა, რომ მარბახის გერმანული ლიტერატურის არქივს აქვს სტიპენდიები მკვლევრებისთვის, ვინც იკვლევენ კონკრეტულად იმ ავტორებს, რომელთა შემოქმედებითი მემკვიდრეობაც მარბახის არქივშია. პირველი განაცხადი გავაკეთე 2024 წლის ნოემბრისთვის და ერთი თვე არ აღმოჩნდა საკმარისი ჩემი მიზნების განხორციელებისთვის. ანუ პირველი მიზანი გახლდათ მონოგრაფიის დასრულება, რომელიც ეძღვნება გივი მარგველაშვილის ლიტერატურულ მემკვიდრეობას. მე როგორც გერმანისტი ლიტერატურათმცოდნე, მხოლოდ ლიტერატურულ ნაწილს ვიკვლევ. მაგრამ შემდეგ, როდესაც ქალბატონმა ნაირამ ეს ძალიან საპასუხისმგებლო დავალება შემომთავაზა, გადავწყვიტე, რომ ჩემი საქმე, ეს საქმე ყველა ერთმანეთს უკავშირდება თავისთავად. მომეძიებინა ის მინიატურები, რომლებიც შეიძლებოდა ახალ კრებულში ყოფილიყო ჩართული. ეს არც ისე იოლი საქმე არ აღმოჩნდა, იმიტომ რომ თითოეული მინიატურისა და თითოეული ლექსის რამდენიმე ვერსია არსებობს და ეს ნაშრომები და ნაწარმოებები სხვადასხვა ყუთში იყო განთავსებული. ამდენად რაღაცნაირად ყველასთან უნდა მისულიყავი. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად ვერტერს ლაიდენ დაბეჭდილიც კი არის ერთ-ერთ გერმანული გამოცემულის მიერ გამოცემულ კრებულში ცოტაოდენი ცვლილებით. ამდენად ამ ტექსტების შედარება უნდა მოხდეს, რასაც ასევე ბევრი დრო მიაქვს. როგორღაც გავართვი თავი, რომ შევაგრო რაღაც გარკვეული ნაწილი ტექსტებისა, რომელიც ჩემ გულთან და სულთანაც ახლოს მოვიდა და კრებულის იდეასაც შეესაბამებოდა და რამდენიმე მათგანი წარმოდგენილი გახლავთ ამ კრებულში. კიდევ ერთი ძალიან საპასუხისმგებლო ამოცანა, რომელიც უნდა განეხორციელებინა მარბახის არქივში, გახლდათ ის, რომ მარბახის ლიტერატურული არქივი მრავლად არ გასცემს სტიპენდიებს. იქ ნოემბრის თვეში სულ 5 სტიპენდიანტი ვიყავით და მათ შორის ანა მარგველაშვილი და მე. ეს დიდი კომფორტი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ როდესაც მონოგრაფიაზე მუშაობ და გაქვს უამრავი შეკითხვა ფაქტებთან დაკავშირებით, ანა არის პირველი და უთხოვარი წყარო, რომელსაც შეუძლია ზუსტი მიმართულება მოქცეს, კარგი რჩევა მოქცეს და მე ძალიან მადლიერი ვარ ჩვენი ერთობლივი საქმიანობის გამო. და მარბახის ლიტერატურულ არქივში ეწყობა თვეში 2 სემინარი, თვითონ არჩევს მარბახის არქივის ხელმძღვანელობა, ვინც აიკითხავს მოხსენებას და ნოემბრის თვეში ჩემთვის მართლა დიდი პატივი იყო, რომ
დამრთესნება, უბრალოდ შემომთავაზეს მოხსენების წაკითხვა და სხვადასხვა მოდერატორი ყავთ მომხსენებლებს და ჩემთვის ორმაგად დიდი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ბატონი ფონ ბულო იყო ჩემი მოდერატორი აი ამ მოხსენების წაკითხვის დროს. მეორედ სტიპენდია მივიღე 2025 წლის აგვისტოში, მოკლედ აგვისტოს თვე გავატარე მარბახში, კასპარის ვაშლების ძირში, ასე ვთქვათ, ყოველდღიურად მიწევდა კასპარ შილერის ვაშლების ბაღის გავლა არქივთან მისასვლელად. და ვიფიქრე, რომ ერთი მოხსენება საკმარისი იყო, აგვისტოში ბრალად ვიყავით სტიპენდიანტები დაახლოებით 25 მთელი მსოფლიოდან და ბატონმა ფონ ბულომ ისევ გამოთქვა სურვილი, რომ გაგვეკეთებია მოხსენება იმის შესახებ, რას ვაკეთებდი მარბახის არქივში და კვლავ მოდერატორი თვითონ გახლდათ. ამდენად მე იმის ხაზგასმა მინდა, რომ არქივს ძალიან აინტერესებს რა მდგომარეობაშია გივი მარგველაშვილის კვლევის საქმე და ჩემი რჩევა იქნებოდა ფილოსოფოსებისთვისაც სტიპენდია შესაძლებელია თუ ძალიან კარგი სამოტივაციო წერილი და საკვლევი თემის სტრუქტურა გამართული იქნება მარბახის ლიტერატურული არქივი ფართოდ გაუღებს გერმანული ენის კარგად მცოდნე ქართველ მკვლევრებს კარს და ეს კიდევ ერთხელ წაადგება გივი მარგველაშვილის კვლევის საქმეს და ერთსაც ვიტყვი კიდე გარდა ამ მინიატურებისა და ლექსებისა იქ არის არაჩვეულებრივი მხატვრული ტექსტები რომლებიც არ არის გამოქვეყნებული და მე განსაკუთრებით მომხიბლა ფაუსტის ფაუსტმა რომელიც ინზელ ფერლაკს გამზადებია თურმე დასაბეჭდად და არ გამოცემულა და იქ არის უკვე მზა ვერსია დია ფაუსტის მუშტად დია ფაუსტი მუშტად თვითონ ასე მუშტი ესე იგი ტექსტს რო კითხულობ მე ვიფიქრე რომ შეიძლება ფაუსტიც იყოს იმიტომ რომ ტექსტის შინაარსი არის ასეთი აღარ უნდა ტყვეობაში ყოფნა წიგნის გმირებს იპარებიან წიგნიდან და თავის საოცრებებს და ჯადოქრობებს ჩადიან კავკასიასა და ურალში საოცარი ტექსტია და სხვათა შორის სამშობლოს და გერმანისა და საქართველოსადმი დამოკიდებულება ძალიან კარგად ჩანს ამ ტექსტში და ასეთი ტექსტები რომლებიც არ გამოქვეყნებულა მრავლად არის და მართლა კარგი საქმე იქნება თუ ჩვენი ახალგაზრდა ქართველი მკვლევრები წარადგენენ განაცხადს და მოიპოვებენ სტიპენდიებს მარბახის გერმანული ლიტერატურის არქივში ძალიან დიდი მადლობა ასეთი ადამიანების აი მართლა რუდუნებითა და თავდაუზოგავი მუშაობით გადარჩება ხოლმე მართლა ასეთი კულტურული მემკვიდრეობა წიგნი იქნება დატოვებული თუ სხვადასხვა და არასახელმწიფოებრივი ზრუნვის შედეგად ჩვენთან ასე არის რომ პიროვნული ინდივიდუალური ძალისხმევა აი ეს თავდადება და ასე შემდეგ დიდი მადლობა თქვენ ამისთვის რომ ძალიან თანმიმდევრულად მრავალი წლის მანძილზე არ ეშვებით ამ საქმეს და მისდევთ და აი ეს ქუთაისშიც თქვენი წყალობით შექმნილია პატარა ცენტრი უკვე გივი მარგველაშვილის კოლეგისა ხომ მართალია მადლობა ჩემს კოლეგებს და დიდი მადლობა მართლა ქუთაისის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს აი ამისთვის რომ ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს და რა თქმა უნდა კიდევ უნდა მახსენოთ ანა მარგველაშვილი მასზე გადაიარა ძალიან მძიმე საქმე კერძოდ როდესაც ჩამოვიყვანეთ უკვე საბოლოოდ საქართველოში ხო 2012 წელი იყო მე მგონი მთელი მისი ბიბლიოთეკა და არქივი დარჩა ბერლინში და ის იყო ჩამოსატანი აქ და წარმოუდგენელი შრომა გასწია, სულ მარტო იყო რომ ესენი კუთებში ჩაელაგებინა და ანუ რაღაცა სამეცნიერო პროცესი დიდი რაოდენობა წარმოუდგენელი რაოდენობა ის არ დაკარგული იყო ჯერ იქ იყო გადასარჩენი ჩამოვიტანეთ თბილისში შემდეგ ესე იგი გივი მარგველაშვილი აქ უკვე წლების მანძილზე მუშაობდა და ეს აქ იყო მის ბინაში დახვავებული ეს ამტყელა ყველაფერი და აი და შემდეგ რომ გარდაიცვალა ისევ ანას გასაკეთებელი გახდა ის რომ ახლა უკან გამოგზავნა უნდა ეს ყველაფერი და ასე მოგზაურობდა ორ სამშობლოს შორის თვითონ გივი თვითონ მის თავისი ბედის წერილი და მისი წიგნები და მისი მემკვიდრეობა და ბიბლიოთეკა და კიდევ ანამ ჩაალაგა და მწვალება და ეს ისა აი ძალიან არ იყო ადვილი საქმე მოკლედ ესა და მადლობა ყველას მართლა გარდა იმისა, რომ
გამოიკვლია ახლა სერიოზულად ფაქტებზე დაყრდნობით და ნამდვილი კვლევა, რასაც ქვია, არა მარტო გივი მარგველაშვილის ბიოგრაფია დაადგინა გერმანიაში რა ხდებოდა და ასე შემდეგ, არამედ მისი მამის, დიდი კავკასიოლოგის, ისტორიკოსის, ეთნოგრაფის და ასე შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნების ტიტე მარგველაშვილის და აი მისი ოჯახის ბიოგრაფია ძალიან ძნელია, სხვათა შორის აი ამების დადგენა იმის გამო ჩვენთან სწორედ არქივები ძალიან მოულელია და სწორედ აი ესეთი დოკუმენტური კვლევები ძალიან სუსტია. ხო და ეს ადამიანი, რომელიც 21 წელს ცოლთან და შვილთან ერთად გაიქცა ქართველებთან ერთად ბერლინში და შემდეგ იქ მოღვაწეობდა ანტიბოლშევიკურებით, ასე ვთქვათ, პათოსით და გარდა ამისა, როდესაც უკვე ჰიტლერი მოვიდა ხელისუფლებასთან და ასე შემდეგ, უკვე ეს ქართველი ემიგრანტები იღწოდნენ იმისთვის, რომ სწორი ინფორმაცია გავრცელებული იყო საქართველოსა და კავკასიაზე გერმანულენოვან პრესაში და გერმანიის პრესაში, რადგან ძალიან აგრესიული პროპაგანდა დაიწყო იმ პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც ომია უკვე და ჰიტლერი იქ შეიჭრა ძალიან დარწმუნებული, რომ თლიანად დაიწყობს საბჭოთა კავშირს და რა თქმა უნდა კავკასიასაც. აი ამ დროს შეიძლება სტალინის გამო იბეჭდება ძალიან მძიმე აგრესიული წერილები საქართველოს და კავკასიაზე მთელს გერმანულ პრესაში. დაიკიდა მარგველაშვილის უზარმაზარი ძალისხმევი, ყველა რედაქციაში მისვლა, ყველა გაზეთთან, ყველა იქ ბრძოლით ამით ეს ამ წერილებში ჩანს როგორ იბრძვის ის იმისთვის, რომ ხატი შეცვალოს და აჩვენოს, რომ ეს უძველესი ცივილიზაციის კერაა და საქართველოს მთელი მნიშვნელობა მისი კულტურის, მისი კულტურული მონაპოვარისა და წვლილის და ასე შემდეგ. მოკლედ და მთელი მისი აქაც ვიდრე წავიდოდა დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში და იმ დროს ტიტე მარგველაშვილი იყო ძალიან აქტიური პოლიტიკური მოღვაწე, მთელი რიგი წერილები აქვს ყველა სფეროში, ფინანსებზე, ეკონომიკაზე, რა ვიცი ხო, რატო ვაგრძელებ ამას, რომ ისე გავაცოცხლოთ ის ტრაგედია, რას ნიშნავს ქვეყნის დაპყრობა და დამოუკიდებლობის დაკარგვა და ეს რას იწვევდა მაშინ, ხო? და შემდეგ ხდება ის იცით თქვენ ყველამ, რომ როცა გონიათ იმ გატანჯულ გერმანიაში მყოფ ემიგრაციას, ქართველ ემიგრაციას და საერთოდ გერმანულ საზოგადოებას იქ ვინც არ იზიარებდა ჰიტლერის იდეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდები იყვნენ ასეთი ჯგუფები და იმედი ჰქონდათ, რომ დამარცხდა ბოლო-ბოლო ეს ჰიტლერი და დამთავრდება ეს ყველაფერი, ეს დიქტატურა და ასე ისე. ყველა ამას ელოდა, რომ ახალი ცხოვრება დაიწყებოდა და აი ამერიკელები შემოვიდოდნენ და ამერიკის კულტი იყო მაშინ ახალგაზრდებში, რომლებიც ვერ იტარდნენ ამ ჰიტლერს. გივი სწორედ ასეთ პროტესტანტ ახალგაზრდებს მეუბნებოდა, აი სწორედ NKVD-ს, საბჭოთა NKVD-ს ჯგუფები, ანუ ესე იგი დათარეშობდნენ ამ ემიგრაციის, ასე ვთქვათ, გასაფანტად იქ ბერლინში. ეს არის 45 წელი უკვე ომი მთავრდება და მაგრამ და ეს ბერიას კადრები და ესე იგი ჯერ 3 ქართული ემიგრაციის 3 წარმომადგენელი გაქრა საერთოდ. ერთი იყო ტოგონიძე და ეს გვარები მეორე გვარები აღარ მახსოვს, აი გაქრნენ ეთყობა რა ვიცი მოკლეს დაპროცესი თუ რა უყვეს და ტიტე მარგველაშვილი კი დაიჭირეს თავის შვილთან ერთად, დილისთან ერთად. აქ რა თქმა უნდა რაღაც ღალაც ჰქონდა ადგილი, იქ იყო ჩასული ქართველი ცნობილი მოღვაწე, რომელსაც ენდოს საწყალი ტიტე და იმან მიიპატიჟა ასე აღმოსავლეთ ზონაში ბერლინი როგორ დაყოფილი იყო ზონებად, დასავლეთის აღმოსავლეთის და ამან თავისი შვილი საბედისწეროთან წარიდგინა. და აი იქ მოხდა მათი დაბადება და ამის შემდეგ მამაშვილს ერთმანეთი არ უნახავს. ეს ტიტე მარგველაშვილი მაშინე გადმოაფრინეს თბილისში და გივი, რომელსაც საერთოდ არაფერ შუაში არ იყო, ქართულს არ იცოდა, იმიტომ რომ დედა ადრე დაეღუპა და იმ არეულ გერმანიაში მაგის დროის არ არის არ ქონდა რომ ქართული ესწავლებინა.
გივის აქსენჰაუზენის ესე იგი ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკში გააგზავნეს 18 წლის ბიჭი, რომელიც საერთოდ ყოველდღე დანაშაულო. მოკლედ და აი აქ დიდო მარგველაშვილი ჯერ იყო აი სწორედ იქ სადაც იყო NKVD-ს სარდაფი ის ნათობის რედაქცია და ის სადაც არის აი პოსტატელეგრაფის ის რო იყო შენობა აქ ვერუსთაველზე იმის ქვემოთ იყო ეს სარდაფები სადაც აი ესეთი ფარული ტყვეები იყვნენ და ეს იქ მოართავს ეს დიდო მარგველაშვილი ისე რომ მისმა დებმა და ნათესავებმა რომელიც ამდენი ხანი ელოდნენ შეხვედრას მასთან არაფერი არ იცოდნენ როგორ იყო წარმოდგენა არ არის არ ქონდა ეს კაცი უკვე აქ არის მოთავსებული აი ამ სარდაფში იქ მას აწამებდნენ და მოუწოდებდნენ რომ წაიკითხა ლექციები უნივერსიტეტში ისევე როგორც ხოდი კითხულობდნენ და გვარებს უსახელებდნენ აი რა იმაზე ნაკლები იმაზე მეტი რითი ხარ თუ კი ეს კაცი ძალიან ცნობილი გვარები სხვათა შორის თუ კი ესენი კითხულობენ ლექციებს ისე როგორც ჩვენ გვაწყობს თუ კი ესენი ამას აკეთებენ რატო ამას წაიკითხო შენს ლექციები ოღონდ ჩვენი პლატფორმიდან რადგან ამას არ დაეთანხმა დიდო მარგველაშვილი ის აწამეს და მე დახვრიტეს ოქტომბერში სპარტაკში ხო და სულ თავის შვილს ახსენებდა უნდა და გაეგო რომ რა ჭირს მის შვილს სად არის როგორ არის ამასობაში გივი დაავადდა იქ საკონცენტრაციო ბანაკში ზახსენჰაუზენი და გამოუჩნდა ვიღაცა ქომაკი და იმ ბანაკიდან პირდაპირ გადმოაფრინეს თბილისში მოხდა ეს ამბავი და ეს ვიხსენებ ახლა იმიტომ რომ რას ნიშნავს დიქტატურა რომელიც ჩრდილით აქ დადის და უკვე არსებობს რას ნიშნავს ეს ყველაფერი როგორ გაქრებიან ადამიანები რომ ვერავინ დაეხმარება ხო და აი ესეთი ტრაგედია მსხვერპლი და ის ჩანს ესე ხო და ანა მარგველაშვილმა ეს ყველაფერი კარგად შეისწავლა და ეს დიდი დრო ჭირდებოდა ამას და ძალიან დიდი შრომა ისევე როგორც აღმოაჩინა გივი მარგველაშვილის დედის საფლავი ბერლინის გარეთ მოშორებით რაღაცა სოფელივით რაღაცაში ეს ქალი ხეჩინაშვილი გახდა სიმოხეჩინაშვილის ქალიშვილი არა ხალხალიშვილი არ იყო სიმონის რომელიც ბერლინში გარდაიცვალა 21 ეს თემი ემიგრაცია ხეჩინაშვილები ესენი იყო იქ იყვნენ ხო და ამ სულად ახალგაზრდამ თავი მოიკლა იქ ბერლინში და ვერ ნოსტალგიას ვერ გაუძლო და გივის დედა დაამახსოვრდა კუბოში მარტო არ ახსოვდა უკვე ესე იგი პატარა იყო ხო და დაკარგული იყო ამდენი საფლავი ეს დარბდობდა და სად არის და როგორ არის და აი ამასაც კი მიაგნო ანა მარგველაშვილმა სურათი გადაუღო და სულ ედო მაგიდაზე ეს საფლავი დედის საფლავის ფოტო და სულ ამბობდა რომ იქ მინდაო დავიმარხო დედა ჩემთანო რა თქმა უნდა შეუძლებელი იყო ის საფლავი ისედაც ჩაკეტილი არის და ახლა განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ხო და ისე მე მინდა ყველა სწორად შევეხოს და იმიტომ ვლაპარაკობ ახლა ამდენს ამაზე შეკითხვები თუ გაქვთ ქალბატონ მუგეშასთან არქიდან დაკავშირებით ან ასე შემდეგ შეგიძლია სხვათაშორის ტიტე და გივი მარგველაშვილებზე ეს ბიოგრაფიული წერილი ძალიან კარგი და ვრცელი 90-იანი წლების ერთ-ერთ პირველ აპრაში იყო გამოქვეყნებული. მე ჩვენ ფიქრობდით ამ წერილის გამეორებას ამ ნომერში. მაგრამ ბოლოს რა ვიცი მაინც ის ხო რა ხანი გამიჭირდა ერთი შეკითხვა შეიძლება. თვითონ გერმანელები თუ არიან დაინტერესებულები დიალოგური კვლევით. ამაზე რო ვიხსენებთ, რადგანაც მე მონოგრაფიაზე მუშაობ, გივი მარგველაშვილის არათემატური თამაშები, შესაბამისად დავამუშავე გერმანულენოვანი სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც მის შემოქმედებას ეძღვნება. საკმაოდ მრავლად არის, მოკლედ ბიბლიოგრაფია რაც მაქვს გაკეთებული ამჟამად დაახლოებით 30 გვერდია და აქედან უმეტესი ნაწილი, ვიტყოდი 80% გერმანელი მკვლევარია. არაჩვეულებრივი ნაშრომები აქვთ ზუნდერმაიერს, რალფ შოქს, ანდრეას კელერს, აი ძალიან ბევრი
ღირებული სამეცნიერო ნაშრომი სწორი აქცენტებით მოვიძიე. გამოქვეყნებული რა თქმა უნდა ეს არ არის ძნელად მოსაპოვებელი, მით უმეტეს მარბახის ლიტერატურულ არქივში ყველაფერი არის და არ ვფიქრობ იმას, რომ ყველაფერი მაქვს მოძიებული. ალბათ კიდე მრავლად იქ ანდრეას კელერის სრულიად შემთხვევით აღმოაჩინე რაღაც კრებულში და ეს არის სხვადასხვა კრებულებში გაფანტული და ზუნდერმაიერი, არა, რალფ შოკის ნაშრომი საკმაოდ მოცულობითია და დიდია და კიდე კარსტენ განზელის. კარსტენ განზელი მრავალი წელი იკვლევდა, გისენის უნივერსიტეტის პროფესორი გახლავთ და შარშან მეცნიერ ვიყავ გისენის უნივერსიტეტში მივლინებული და როგორც კი ვახსენე, რომ გივი მარგველაშვილზე მუშაობ ამჟამად, სრულიად მე-20 საუკუნის გერმანული ლიტერატურის დეპარტამენტმა იცოდა გივი მარგველაშვილი და თარადან ჩამომიღო ჩემმა ლიტერატურათმცოდნე კოლეგამ წიგნი, აი ეს მწერალი ამაზე უკვე სამწუხაროდ კარსტენ განზელი უკვე მოხუცთა პანსიონატში იყო გადასვლა, მას ვერ შევხვდი. მაგრამ მე ჩემს კვლევაში რასაც ამჟამად ვაწარმოებ, რა თქმა უნდა, მათ შეხედულებებს ზოგჯერ ვიზიარებ, ზოგჯერ არ ვიზიარებ და დიდი იმედი მაქვს, რომ იანვარში მაინც შევძლებ წიგნის გამოცემას, რომელიც 400 გვერდზე მეტია. მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი, გივი მარგველაშვილის შემოქმედების მარტო ლიტერატურის კვლევას სჭირდება ერთი სიცოცხლე და ამიტომ სასურველია სხვა ლიტერატურათმცოდნეებიც, ქართველები, თორე გერმანელები კი შიგადაში სადისერტაციო ნაშრომიც ვიპოვე ერთ-ერთ უნივერსიტეტში დაცული გერმანიაში, ინტერნეტშიც იძებნება. ასე რომ ხომ ფიქრობ, თარგმნოთ რომელიმე ამ კვლევასთან სამეცნიერო ნაშრომები სურვილი ყოველთვის მიჩნდება, როცა ვკითხულობ. განსაკუთრებით კარსტენ განზელის ნამუშევრის ზუნდერმაიერის მომწონს. მაგრამ ეს ყველაფერი იმდენ დროს მოირცხავს. ცოტა ძნელი. ის ძირითადი საქმიანობა სხვა. მრავალ მივცეთ. აი მინიატურები იმდენად მიყვარს და მხიბლავს და ლექსები საკმაო რაოდენობის მაქვს გადათარგმნილი. ამ კვლევის პროცესში ვთარგმნით, იმიტომ რომ ტექსტიც მჭირდება მოვიყვანო მაგალითად, როცა ვლაპარაკობ თქვათ მინიატურების ან ლექსების შესახებ. ერთი თავი ეძღვნება ცალკე. ერთი თავი ეძღვნება სხვათა შორის გრიგოლ როგბაქიძის რეცეფციას გივი მარგველაშვილის შემოქმედებაში. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საკითხია. მარტო გველის პერანგში არა, ლექსიც აქვს მარადიული გველის პერანგი და კიდე პერიკატას პროექტაშიც არის გივი და მე პირადადაც ვხვდებოდი ბატონ გივის და მისი მონათხრობებიც მახსოვს და ვფიქრობ, საინტერესო თავი იქნება. დიდი მადლობა. ფრანკ ტრემელის პირად წერილს, რომელიც მან გამომიგზავნა, როცა გაიგო, რომ ასეთი ინსტიტუტს ვაარსებთ და რა რითი არის მნიშვნელოვანი ეს. ფრანკ ტრემელი არის აი ძალიან ესე იგი უიშვიათეს იმას წარმოადგენს შემთხვევას, როდესაც გერმანელს შესწავლილი აქვს ქართული ფილოსოფია, მე-20 საუკუნის მთელი ფილოსოფიის ინსტიტუტის მოღვაწეობა. და ისე განსაკუთრებული დარჩენე, რომ არაჩვეულებრივად ნიკო ჭავჭავაძე, თაზო ბუაჩიძე, რა ვიცი, ვინ არა. და ესე იგი გივი მარგველაშვილის, მამარდაშვილის ყველაფერი. და ეს ამ კაცს აქვს სერიოზული ნაშრომები, ქართული აზროვნების კულტურა და მთელი რაღაცები, როდესაც გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია დააარსა გოეთეს ინსტიტუტმა, აქ ეს პრემია 5 ჯერ გაიცა მარტო ქართულ გერმანულ კულტურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის და რამდენიმე ადამიანმა ერთი მეცვიყავი მიიღო ეს პრემია. და აი ლაუდაციო, ანუ სიტყვა გივი მარგველაშვილის და პირველად გივის მისცეს თვითონ, ხო და გივის შემოქმედების შესახებ, აი ამ ქართული ფილოსოფიის კონტექსტშიც და არა მხოლოდ ევროპულის ძალიან საინტერესო ის ქონდა ტექსტი ლაუდაციო მოხსენებათ იკითხება მაშინ, როდესაც პრემიას აძლევენ და უნდა გააგებინოს საზოგადოება რატომ ეკუთვნის ამ ადამიანს ეს პრემია და ასე შემდეგ. და მე გამაოცა ამ კაცის ცოდნა
რა ხდებოდა ფილოსოფიის ინსტიტუტში და რატომ ამბობთ ამას? არაფერს არ აფასებენ ამ საქართველოში და საერთოდ გადახაზულია ყველაფერი. ეს კაცი ამბობს, რომ ეს იყო უნიკალური მოვლენა და ევროპულ აზროვნებას წინ უსწრებდა მთელ რიგი მომენტებით, განსაკუთრებით ანთროპოლოგიური და ასე შემდეგ ადამიანის პრობლემის შესწავლის თვალსაზრისით. და ძალიან კარგად აქვს ეს დასაკუთრებული, რომ რაოდენიმე მოწინავე იყო აი ამ ტოტალიტარიზმის პირობებში, როცა ცენზურის ქვეშ იყო ყველაფერი. ფილოსოფიის ინსტიტუტი წარმოადგენდა მართლა ოაზის ნიკო ჭავჭავაძის წყალობით, იმიტომ შეფარებული ყავდა ფაქტიურად მოდისიდენტო ინსტიტუტი იყო, იცი ძალიან თავისუფლების ასე ვთქვათ ატმოსფეროს უფევდა დამოუკიდებელი აზროვნების და ნუ რა თქმა უნდა ამ სავალდებულო ნორმატივების ქვეშ კეთდებოდა ნამდვილი საქმეც, ხო? რატომ ამბობ, რომ ჩვენ შესწავლილი არც არ გვაქვს ისე დაანგრიეს ეს ფილოსოფიის ინსტიტუტი და ისე გაუბედურეს და მთელი არქივი, ბიბლიოთეკა, სულ ყველაფერი ვინსაც წაიღო და ვინ ითვისა ვერ გაიგეს. მოკლედ და ეს აი წაგიკითხავთ ახლა მე პატარა ნაწყვეტს აქედან. მოკლედ რომ გამოგიდგა გალბატონო ნაირა, გამოგიტყდებით თქვენმა ბოლო წერილმა საღერღელი ამიშალა და ისევ საქართველოსკენ მომაბრუნა. თუ მეხსიერება არ მღარატობს წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტს პირველად 2007 წლის მაისში ვეწვიე. და ეხლა უკვე რას ამბობ? 1960-იანი წლების დიდებული ეპოქა, ანუ საბჭოთა პერიოდის დიდებული ეპოქა რახანია წარსულს ჩაბარებოდა. აღარც ნიკო ჭავჭავაძე იყო ცოცხალთა შორის, აღარც ზურაბ ტაკაბაძე, მამაზ ბუარჩიძე და ბერა მამარდაშვილი. რაც შეეხება გიმის, ის ამ დროს უკვე გერმანიაში იყო გადმოსული. ძველი შენობაში გარდასული დროის მხოლოდ მკრთალი აჭრდი ვიღადამხოდა. უკვე გაჩაღებული იყო უნაყოფო ბრძოლა სააკაშვილის მიერ წახალისებულ ახალ ინტელექტუალებსა და ეგრეთ წოდებულ ძველ ინტელიგენციას შორის. კარგად მახსოვს ქალბატონი ლამარა რამიშვილი, რომელმაც ქართულ ენაზე თარგმნა კასილერის ნაშრომი რა არის ადამიანი. ძალზე ხალისიანი ადამიანი იყო. წლების შემდეგ შევიტყვე, რომ ინსტიტუტის ამ მფარველმა ანგელოზმა ველური კაპიტალიზმის პირობებში მძიმე ცხოვრებას ვეღარ გაუძლო. მისი ცხედარი მტკვრის პირას აღმოაჩინეს. ეს ლამარა რამიშვილი გახდა გურამ რამიშვილის და ცნობილი ენათმეცნიერის და თვითონ იყო ფილოსოფოსი, იქ მუშაობდა, თარგმნი და ძალიან სერიოზული მთარგმნელი იყო. ნუკრი ბარათელის ინსტიტუტში ჩემი მეორე სტუმრობისას რუდოლფ ოიკენის შესახებ რომ ჩამეკითხა, ალბათ დიდწილად იმის გამო გარდაიცვალა, რომ მისთვისაც მეტისმეტად მძიმე აღმოჩნდა ამ ყოფის ტვირთი. სადაც ნიკო ჭავჭავაძემ საბჭოთა პერიოდში თავისუფალი სივრცე შექმნა, იქ მოჩვენებითი დემოკრატიის ეპოქაში შიშმა დაისადგურა. ამავდროულად ვეღარც ძველი თანამშრომლები ახერხებდნენ ინსტიტუტში უწინდელი მაღალი აკადემიური დონის შენარჩუნებას. უწინდელი შემოქმედებითი ატმოსფერო უყვალოდ გამქრალიყო. თავდაპირველად ქართველი ფილოსოფოსები სანქტ-პეტერბურგელმა კულტურფილოსოფოსმა მოსე კაგანმა გამაცნო. მან ჩვენთან ჰამბურგში მოხსენება წაიკითხა და ნიკო ჭავჭავაძე უდიდესი სიტყვით და აღდგენებით მოიხსენია. მოკლედ და როგორიც ცდილობდა ეს კაგანი, რომ ქართული ფილოსოფიის ფენომენის შესწავლისათვის ფული მოეძებია გერმანიაში, იმდენად იყო დაინტერესებული. საშინელ დროში ვცხოვრობთ, მაგრამ ამას ისინი ვერ გრძნობენ, ვისთვისაც მხოლოდ ეს მარადიული თანამედროვეობა, ეს შეშლილი უძრაობა არსებობს. ხო, მოკლედ ერთი სიტყვით, შემდეგ წერს იმაზე, რომ არ მინდა ნოსტალგიური განწყობით დაგამძიმოთ და უზომოდ მახარებს თქვენი გადაწყვეტილება შექმნათ ისეთი ახალი სივრცე, სადაც შემოქმედებითი აზროვნება კვლავაც ფრთებს გაშლის. მზად ვარ, რამდენადაც შეძლებ თქვენს წამოწყობას ხელი შეუწყო. არსო დიდი ხნის წინ შევიცადე მაქს ბლანკის საზოგადოების მეშვეობით კიტა მეგრელიძის აზროვნების სოციოლოგიის პრობლემების გერმანულ ენაზე თარგმნის პროექტისათვის შემეწყო ხელი. და ასე შემდეგ უყვება იმას, რომ არსად არ ესმით დღეს უკვე ფილოსოფიის მნიშვნელობა და ჰუმანიტარული დარგების მნიშვნელობა, ამის გაგება თანდათან ყველგან იქაც და აქაც ქრება და
ხო, თარგმნელებს აზრადაც არ მოსდით გერმანულ და ქართულ ფილოსოფიას შორის ერთ დროს რა მჭიდრო კავშირი არსებობდა, უფრო სწორად არ ესმით ის ატმოსფერო, ის მდიდარი კონტექსტები, საიდანაც ასე ბევრი რამ აღმოცენდა. ამ თარგმანსაც ის უსულგულო დამოკიდებულება ემჩნევა დღეს ყველგან რომაა გაბატონებული, ანუ რომელი თარგმანის გატანასაც ცდილობდა და დაფინანსებას. იქნებ ჯერ ყოველმა ჩვენგანმა საშინელ და სასტიკ დროებას უნდა გაუძლოს, რათა მისი დასრულების შემდეგ ისევ დაგვიბრუნდეს ჭეშმარიტი აზროვნებისაკენ სწრაფვა. მაგრამ ამასობაში იმდენი რამ გამოუსწორებლად გვეცილება ხელიდან, კულტურას ცოდნის ცივილიზატორულ გავრცელებასთან ვერ გავაიგივებთ. მიუხედავად ამისა, სწორედაც ამის გამო, ამ ახალი პროექტის განხორციელებაში მთელი გულით გისურვებთ წარმატებას, რამდენადაც შევძლებ სიამოვნებით, დაგეხმარებით, ჩემი რევმატიზმით ერთხელაც შევახტებით ჩემს როსინას და მართალი საქმეებისთვის კლავაც მოვიკრებ. აი ასე ხო, თხოვოთ, ვის თხოვოთ, ვინ შეგვეწევა? იმიტომ რომ მაშინ იგორი ქალბატონი ზეინაბიც არის. ქალბატონი ზეინაბ. ეგ ერთი ორი სიტყვით გავამზადეთ. მოგესალმებით. ჩემთვის აი ნამდვილად პატივი არის ახლა აქ დგომა. მე ვიხსენებ იმ დღეს, როდესაც მივიღეთ შემოთავაზება, რომ ჩამოვსულიყავით და მონაწილეობა მიგვეღო აქ გივი მარგველაშვილისადმი მიიძღვნილ ერთ-ერთ ღონისძიებაზე და ეს იყო, როგორ გითხრათ, რა თქმა უნდა, გივი მარგველაშვილი გამეგონა მანამდეაც და მისი ბუცალის წამეკითხა. თქვენ წარმოიდგინეთ იმ კორონას პერიოდში გავბედე და სტუდენტს შევთავაზე სამაგისტრო ნაშრომში დაემუშავებინა გარკვეული საკითხები ამ მხრივ, მაგრამ აი იმ დღეს მივხვდი, რომ რაღაცა სხვა სამყაროში აღმოჩნდი და სხვა გაზომილებაც იყო გარკვეულწილად. იმის შემდეგ გადავწყვიტე, რომ გივი მარგველაშვილი კიდევ ერთხელ აღმომეჩინა და უღრმესი მადლობა თქვენ, რომ მომეცით ამის შესაძლებლობა და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ გივი მარგველაშვილი საქართველოსათვის კიდე აღმოსაჩენია. იმიტომ რომ ფართო წრეებმა არ იციან ამ მწერლის შესახებ, არა მარტო მწერლის, არამედ ასეთი მრავალმხრივი შემოქმედის შესახებ. ამიტომ ამ ღონისძიებას გაცილებით უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს, ვიდრე უბრალოდ ერთი მოღვაწის შემოქმედების დაფასება. ეს მე უფრო, ასე ვთქვათ, ჩვენი ზოგადეროვნული საქმე უფრო მგონია და ალბათ არის კიდეც ასე. მე თვითონ კიდე ერთხელ მინდა რომ მადლობა გამოგიხატოთ, დიდი მადლიერება რომ მომეცა მეც საშუალება რომ მცირე წვლილი ემეტანა ამ მხრივ, თუმცა ამეთი ნამდვილად არ ვფიქრობ რომ შემოვიფარგლო, ვფიქრობ რომ კიდევ გავაგრძელო კვლევა ამ თვალსაზრისით და მეც გარკვეულწილად მქონდეს იმისი შესაძლებლობა რომ რაღაც ჩემი სიტყვას ვთქვა გივი მარგველაშვილის შემოქმედების შესახებ. მის ნაწერებს დიახ, ჩემი სტატია შეეხება თემით ომინოს ტრიადას, შეიძლება ესე ითქვას, მუცალში. ეს არის გასაოცარი შერწყმა ლინგვისტური და ფილოსოფიური ნიუანსისა, ასე ვთქვათ, ამ კომპოზიტში. და კომპოზიტი კი არა, უფრო მეტად აი ტრიადა არის, რომელშიდაც სოციალური ნიუანსი, ფილოსოფიური ნიუანსი, ესთეტიკური ნიუანსი და ესე შეიძლება ითქვას, რომ მთელი მყოფობა არის ფაქტობრივად ჩადებული და ეს არის გივი მარგველაშვილის საოცარი მიგნება, როდესაც მან დასმული წერტილი ხაზად გადააქცია და მუცალში მოგვცა უკვე
იმ სოციუმის მახასიათებელი ნიუანსები, რაც ზოგადად დამახასიათებელი არის ტოტალიტარული სახელმწიფოსათვის და კონკრეტულად კი საბჭოთა კავშირის სინამდვილე, როგორ გარდაიქმნა იმ თემად, სადაც მუცალი და ალუდა ხელახლა აგრძელებდნენ სიცოცხლეს და გასაოცარი კიდევ ის არის, რომ ეს არ არის წიგნი უბრალოდ იმ ყდასა და ჩარჩოებში, არამედ ეს არის წიგნი, რომელსაც რამდენჯერაც გადაშლი, იმდენად თავიდან ამოდის და ამოდის ეს მარადიული პრობლემა და მარადიული საკითხი. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ გივი მარგველაშვილი არის შემოქმედი, რომელიც ყოველი გადაშლისას ხელახლა უნდა აღმოაჩინო, იზიო, თუმცა ალბათ კიდევ ბევრი რამ დარჩება მომავალი თაობებისთვის და უფრო მეტად დასანახი დარჩება ალბათ მომავალი თაობებისთვის. მე ასე მგონია, რომ გივი მარგველაშვილი ალბათ მომავალში უფრო მეტად დაფასდება და იქნება ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი, ვიდრე თუნდაც აი დღევანდელი სიტუაციისათვის არის ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი. კიდევ ერთხელ მადლობა. ერთ ლექსი ადრეც წავიკითხეთ ჩვენ, მაგრამ მიყვარს ეს ისე პირადად ძალიან მიყვარს. ტყის მეფეზე გის, ასე ვთქვათ, როგორ გადაიქცევა, ესე იგი გოეთეს ლექსი. არის გოეთეს ცნობილზე ცნობილი ლექსი, მოგეხსენებათ ტყის მეფე. ნუ ერლ კოენი ქვია, ესე იგი თხილნა ის არის უფრო ხო, ნარვის მეფე ხო, მაგრამ ტყის მეფე თარგმნით, იმიტომ რომ უფრო ადვილია და ერთი ყოვლად პირქუში და საშინელი ლექსი არის, რა თვალსაზრისით, რომ ეს არის ბალადა გადამუშავებული და აი გულის გამხეთქი შინაარსისა და ძალიან ტრაგიკული და უბედური. ეხლა ერთ-ერთი ესე იგი თავად მაგისტრალური აზრი გივი მარგველაშვილის ლიტერატურული სამყაროსი, რომელიც მას ამოძრავებს ხლიანად არის რა დაამუხრუჭეთ მომაკვდინებელი ტექსტები და ნუ გივის აღმოჩენა ის რომ წიგნი რომ დახურულია თუ მას არ კითხულობენ ის პერსონაჟები რომლებიც იქ ცხოვრობენ თავის დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ ის არა რაც წერია არამედ იმის საწინააღმდეგოზე რასაც უნდა თვითონ როგორც თვითონ თავისუფლდებიან წერლის მიერ მისჯილი სიუჟეტისაგან. ანუ სიუჟეტის აღქმულია როგორც ძალადობის ფორმა პერსონაჟებზე. იმიტომ რომ ამ სიუჟეტში მათ აქვთ ისეთი როლები მიჩემი, ნუ ესე იგი ზოგი გიждდება, ზოგი თავს იკლავს თავს შესაქცევად მკითხველის. იმიტომ რომ მკითხველი გაერთოს აქ ხდება მთელი ასე ვთქვათ დრამები და ტრაგედიები, იმიტომ რომ ერთმანეთს ხოცავენ, არიან უბედურები, კლავენ, აფეთქებენ, თავს იკლავენ ასე შემდეგ. ეხლა გივი მარგველაშვილთან აი მუცალი რომ აქვს ეს აღებული. ესე იგი ეს პირველი დიდი დამუშავება ამ იდეის რომ აღარ უნდათ ამ პერსონაჟებს ასეთი ცხოვრება, როგორც ავტორმა მიუსაჯა, ესეც დიქტატურაა. აი თვითონ ორი დიქტატურის მსხვერპლი იყო, ესე იგი ფაშისტური და ბოლშევიკური, ამიტომ ეს თემა ძალიან კარგად დამუშავდა და მაგისტრალურ ასე ვთქვათ თემად იქცა იმ თვალსაზრისით, რომ ის ადვილად აღმოაჩენს დიქტატურას ყველგან. ყველგან, ოჯახში, წიგში, ყველაფერი არის რაღაცნაირი იძულების ფორმები და ძალადობის ფორმები. და სიუჟეტიც ასეთია, იმიტომ რომ დაიწერა ერთხელ სამუდამ და ის პერსონაჟები აი ესე რამდენჯერაც წაიკითხავს მას ვინმე მკითხველი, იმდენჯერ უნდა მოკვდნენ, იმდენჯერ უნდა თამოიგლა და ასე შემდეგ. და ეხლა საქმე ის არის რომ გივისთან ესე იგი აი ეს დაამუხრუჭეთ მომაკვდინებელი ტექსტები ძალიან სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ თანამედროვე ლიტერატურა, განსაკუთრებით კლასიკისგან განსხვავებით, იქცა, იცით რა, იქცა ასე ვთქვათ, უბედურების, ძალადობის, მკვლელობის და ასე ვთქვათ, ტრაგიკული, უიმედო, სასოწარკვეთილი ფინალების ტოტალობად. გესმით? ტოტალობად.
ეხლა ესე იგი და აი ოფიცერი პემბრი იქნება თუ სხვა, აი მაგალითად ოფიცერი პემბრი მისი პატარა რომანი რა აზრია მასში. რომ იმდენი დეტექტიური რომანი დაიწერა წინა საუკუნეში, რომ ეს რომანები იწყებენ ცხოვრებაში გადმოსვლას უკვე და ის რომ სიუჟეტი წიგნში იყო, ეხლა გადმოდის ცხოვრებაში და აი ამ წიგნის პერსონაჟებს არის ცოცხალი ორეულები უკვე უჩნდებათ. ანუ წიგნის სამყარო უკვე ახდენს რეალურ გავლენას იმაზე, რეალობაზე, ცხოვრებაზე და ეს აზრი არის რელიგიური აზრი, ღრმა, რომ სიტყვა მოქმედებს, ისევე როგორც აზრი, ფიქრი, სიტყვა ადამიანის უზარმაზარი გამოსხივების მქონე ის არის როგორც ატომური სადგური ადამიანი, რომელიც გაცილებით დიდ და უმეტესად დამანგრეველ გავლენას ახდენს სამყაროზე, ვიდრე გონია. კვანტური ფიზიკის დონეზეც კი ეს არის უკვე დამტკიცებული, რომ ესე იგი ადამიანის ფიქრები, სიტყვები და ასე შემდეგ მოქმედებს იმ ველზე, რომელშიც ჩვენ ყველანი ვიმყოფებით და ძირითადად მოქმედებს უარყოფით და ამიტომ არის აი ამ სახარების ტექსტი იქნება თუ სხვა რომელიმე რელიგიური ტექსტი თქვენ იცით დაჟინებული მოთხოვნა არ თქვათ აი ბილდსიტყვაობის, წყევლის, შეჩვენების, ნეგატივის, ამის გამეორების შესახებ. პირდაპირ არ ემითითება რომ იგალობეთ, ესე იგი შეაქეთ, განამდიდეთ, დადებითი გამოსხივება, ბრუნდება უკან. აი ეხლა ამ და გივისთან ეს ასი არის, რომ აი ამ წიგნების ტოტალობამ შექმნა სწორედ ეს ტრაგიკული რეალობა, იმიტომ რომ ჯერ წერლის თავში, ვიღაცის თავში იბადება დანაშაული. წერლის ამ შემთხვევაში ხდება მისი გადატანა, ხდება მისი ტირაჟირება და ასე შემდეგ. და ახდენს უკვე გავლენას უკვე. ის წერალი რაღაცას ცხოვრებიდან იღებს, მაგრამ უმეტესად იგონებს. ხო, და ასე შემდეგ, ხა ამ აზრს ვერ გავყოლი, ძალიან ღრმა აზრია. ამიტომ მას მიაჩნია რომ ტრაგიკული ფინალი უფრო ადვილია და ეს აბსოლუტურად სწორია. ვიდრე დადებითი ფინალი კონდეს, ესე იგი არ იხოცებოდნენ, არ იჟლიტებოდნენ, ყველანი ერთმანეთს არ აღსჯობდნენ და დადებითი იყოს ფინალი და ეს იყოს მაღალმხატვრული ნაწარმოები. ეს გაცილებით უფრო რთულია. და რატომ? იმიტომ რომ ბროტება თვითონ ექსცესი, თან მეტი დრამატიზმი აქვს იმას, ანუ ის თვითონ აკეთებს იმ საქმეს, იმ ნაწარმოებში, რომ მეტი ინტერესია, ესე იგი ეფექტურია, აფექტურია და ასე შემდეგ და მას მხატვრული დამუშავება იმდენად არ ჭირდება, რამდენადაც თუ ნაწარმოები მთავრდება ესე იგი პოზიტიურად, იმას ძალიან დიდი მხატვრული დამუშავება ჭირდება, რომ არ მიიღოთ რაღაცა გულისამაჩუქებელი, რაღაცა კიჩი და რაღაცა უგემო. აი ეს აზრიც არის ძალიან საინტერესო, ხო და ამიტომ ის იღებს ტრაგიკულ ფინალიან ძალიან მძიმე სიუჟეტებს და იქ შედის და ყავს თავისი წიგნის სამყაროს სამმართველო, აი ასეთი რაღაცა სტრუქტურა მოფიქრებული, რომელიც მუშაკებიც შედიან ამა თუ იმ სიუჟეტში და იწყებენ იმის შეცვლას, რომ ვიღაცა არ მოკლას, აფრთხილებენ, იცავენ და ასე შემდეგ. ეს ისეთი მაღალმხატვრულად ხდება და აი ძალიან დიდი იუმორია მაგაში. ნუ ეხლა წაგიკითხავთ, მე ჯერ გოეთეს ლექსს და მე გივის ასე ვთქვათ გადამუშავებას, როგორ გადაამუშავა ეს ლექსი. ესე იგი წაგიკითხა მიხო ბერუშვილის თარგმანს, ორი თარგმანი გვაქვს მოცემული, ერთ-ერთ წაგიკითხა ტყის მეფე. ვინ მიაფრენს სწრაფ ბედაურს წვიმაში და ქარში, მამას გულში ჩაუყრია პაწაწინა ბავშვი, შვილს მის მკერდში უპოვნია სასთუმალი რბილი, ყინვისაგან ჩვილს იფარავს მოსასხამი თბილი. ესე იგი მამა მირვის. ჩემო ბიჭო, ვინ გაშინებს სახეს, რატომ მალავ? გაიხედე ტყის ხელმწიფეს, შენ ვერ ხედავ მამავ? გვირგვინოს ამ ტყის ხელმწიფეს კუდს რომ იქნებს რისხვით. ჩემო ბიჭო, ეს ხომ ტყეში იბოლქვება ნისლი. ტკბილო ბიჭო, მოდი ჩემთან, ნუ გერევარული. ეს ეხა უკვე ის ტყის ის არის მეფე, რომელიც ამბავს ელანდება თუ ნამდვილად არის იქ. ეხა ისე უბნება ამბავს, ტკბილო ბიჭო, მოდი ჩემთან, ნუ გერევარული. 1000 გვარი თამაშებით გავიხაროთ გული. იქ ჭრელ-ჭრელა ყვავილები ამშვენებენ ჭალას.
დედაჩემი ოქრომ კედით მოგიქარგავს ხალათს. მამა, გაიხედე რაღა გამაჩუმებს, გესმის, რასაც ტყის ხელმწიფე ჩუმად ჩამჩურჩულებს. ეს მამას არაფერი არ ესმის, ესმის ბავშვს და არის ცუდად. ხო, შვიდად იყავს შვილო, შვიდად, იქ არავინ არის, მხოლოდ ხეთა ხმელ ფოთლებში დაზუზუნებს ქარი. და ეს ხელმწიფე ამას ტყის მეფე ბავშვს ეუბნება, მას წავიდეთ ჩემო კარგო, ჯერ არ არის გვიან, ტყეში ჩემი ასულები უკვე მოგელიან, შენს ლოდინში ღამეული რაინის პირს ხედან, სურთ რომ ცეკვა სიმღერებით გაგიქარვონ სევდა. მამა, შენ ვერ ხედავ ტყეში იმ ასულებს, ტყის ხელმწიფის ასულები მიმელიან სულებს. არა შვილო გეჩვენება მოგატყუებგანა, იქ ხომ ხმელი და ბებერი ტირიფები დგანან. ასე შემდეგ ბავშვო ჩემო თვალისჩინო როგორ შემიყვარდი, არ მომყვები, მაშინ ძალით წაგიყვანო უნდა. მამა, ტყის ხელმწიფე მკლავში ხელი მტაცა, უღრან ტყეში წამის უმალ უკვე გამიტაცა. ხედარი ცხენს შეუძახებს, მიჰქრის ბედაური, მამას გულში ჩაუკრია შვილი უბედური. აჰა, ეზოს მიაღწია გამოაღო კარი, მაგრამ უკვე მის მკლავებზე ბავშვი იწვა მკვდარი. ნუ ესეთი ხო, ესეთი ყოველად სასოწარკვეთი და უნუგეშო ლექსი იმისა. ეხლა გივი მარგველაშვილი ამ ლექსს ქვია ლექსში ჩასაფრებული სიკვდილის თავიდან არიდება დრამატული სურათი. ეხლა აჩვენ ტყის მეფე თვითონ და ტყის მეფე თურმე არის ძალიან უკმაყოფილო. რითი? რომ ესე იგი ეს მამა განუწყვეტლი მოხრის მისკენ, კაცო. ხო და ვინ მოხრის ცხენით ჩემი ტყისკენ ბილდსა და ქარში? რა თქმა უნდა ისევ მამა თავისი ბავშვით. მეფისტოფელი რომ მიგზავნის, როდესაც ნებავს, რათა აქ ისევ დატრიალდეს უბედურება. ესე იგი აი ამ ლექსის ტყის მეფეს კავშირი აქვს თურმე ფაუსტის მეფისტოფელთან და იქიდან ეს ექვემდებარება მას და ის მეფისტოფელი ამას ავალებს ამ საშინელ დავალებას აძლევს. იგი გაღიზიანებული აცოცდება მაღალ თხმელაზე და ერთხანს დაძაბული გასცქერის ბინდბუნს. ისმის ცხენების ფლოქების ხმა, სულ უფრო რომ ახლოვდება, ტყის მეფე გაბრაზებული. გზაჯვარედინზე ხომ აღმართე მაღალი აბრა, ვინც წაიკითხავს, აირიდებს საზარელ ამბავს, სხვა ლექსისაკენ მიუთითებს მიმართულებას, იქ ელით ბნელი ტყის სანაცვლოდ ნაზი ბუნება. ზე დაწერია მამა ახტუნგ აჩქარდი მალე უნდა გასცილდე ფატალური ტყის არემარეს არ შემოჭენდე ამ სტრიქონში და ამ რითმაში თორემ სახლამდე ვერ მიაღწევ ცოცხალი ბავშვით მე სამწუხაროდ მეფისტოფელს ვემორჩილები ხო ნალებიანი ფლოქების ხმა ისევ გაისმის და უკვე სუნთლად ახლოს ტყის მეფე გააფთრებული რა ყველა ერთნაირად აზის ამ უნაგირზე გახევებული და ჩემს აბრას არც კი უყურებს. არ არის ღირსი დაემართოს რაც უწერია. თვარეც ანათებს და ანათებს რაც შეუძლია ჩემს პლაკატს. რადგან მთხოვე და მან კიდეც შემაქო ბრმა უნდა იყო რომ წარწერა ვერ დაინახო. მამა რომელსაც წინ უზის ბავშვი ნელა ახლოვდება. ბოძზე გაკო პლაკატს არავითარ ყურადღებას არ აქცევს და წინ მოიწევს. და აი აქ ტყის მეფე შეუპოვრად ისკუპებს ხიდან, მხედარს წინ გზაზე გადაუხტება, სადავეებს სტაცებს ხელს და განრისხებული შემდეგნაირად შეამკობს მას. ჰეი, შეჩერდი იდიოტო, საით მიდიხარ? ვერ წაიკითხე რომ აქ შენ შვილს ფიფათიელის? ჩქარა შეშინდი, ჩემი ლექსით თავიდან მომწყდი, თორემ გიხილავ მალე დაბრედილს. მამა თან გაოგნებული, თან გაბრაზებული. რა ხდება? რატო? მაინც რისთვის გამაგებინეთ ტყის მეფე მოუთმენლად. რადგან წერია რომ ტყეში მიტომ გდარაჯობთ, ბავშვი მოვაშთო და მკითხველი ამით გავართო. მაგრამ დამთავრდა. ამოვიდა ყელში ეს ლექსი. მე ვწყვეტ ყოველგვარ შეთანხმებას და უსვამ წერტილს. ცოტა პაუზის შემდეგ ბავშვების ჟლეტას. სულ უფრო აღშფოთებული უყვირის დაბნეულ მამას რომელიც ჯერ გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ისევ არ გესმის, მომხედე ერთი, მორჩა, აორთქდა ეს ჩვენი ტექსტი.
დაცარიელდა ყველა სტრიქონი დაემშვიდობა მარადისობას მიჰყევ იმ გზას და უფათერაკოდ მიაღწევ შენ სახლს აბა მშვიდობით აპირებს უკან შებრუნდეს ტყის სიღრმეში მამა ყოყმანი და თან რაღაც წუხილი თავისი ცხენიდან შეგეკითხები თუ შეიძლება კითხვის საქმე როგორ იქნება ეს სანსაციო ანუ რა სიტყვის ჩვენ გავქრებით ტყის მეფე თავს შეუკავებლად უყვილის რა დროს ეს არის გამკვირვებია კითხვა სიცოცხლე არ გირჩევნია მამა ცხენ შეაბრუნებს შიშამდგარი ხმით წამოიძახებს და გააჭენებს ამის სიცოცხლე რაღა თქმა უნდა სიცოცხლე მუდამ აი ასეთი არის ლექსაცია კარგად გავჩენოთ ისინი ეხლა ამ უკვე თემურტონიას გადავცეთ სიტყვა თემურა მომიწურა გამისკანე თემურტონია გახლავთ ძალიან დიდი ცოდნე და მოყვარული მეოცე საუკუნის მუსიკისა იქნება ეს ჯაზი, როკ-ენ-როლი, დიქსიმენდი თუ ასე შემდეგ და გინის ამ რომანში კაპიტანი ბარკუში და საერთოდაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ მუსიკას, როგორც გამანთავისუფლებელ ძალას ახალგაზრდების და ასე თქვათ ზუსტად დიქტატორული ყოფიერების ნორმატივებს ამგრევს. ზუსტად ეს არის სწორედ ეს თანამედროვე მუსიკა. თვითონ ბატონი თემური არის მწერალი, აქვს 4 წიგნი გამოცემული და ერთი არის სწორედ ერთი კი არა ორი არის მუსიკაზე, ხო მართლა? მუსიკაზე აი როგორ შემოდიოდა თუნდაც საქართველოში ეს თანამედროვე მუსიკა ფარული გზებით ახალგაზრდები ხო ჩვენ მე რო ვიყავი ის სკოლის მოწაფე როგორ შოურობდით ამ ფილმებს და როგორ უსმენდით და გიждდებოდით ამ როკ-ენ-როლზე და ტვისტზე და იმაზე რა ფაქტობრივად აკრძალული იყო ჩვენ სიმწეში მოკლედ აი ხა თემური რამოდენიმე სიტყვით თვითონ მუსიკის მნიშვნელობა გისომაში და შემდეგ რას ვიტყვი კიდე ყველა მოხსენებელი იყო ძალიან საინტერესო ერთი არ გაიმეორე სულიად და არ მართლა ისეთი ყურადღებით ჩართული გისმენთ და თქვენ პირადად მინდა მოგახსენოთ დიდი მადლობა რომ ესეთი ხიდი გააკეთეთ იმ თავარ სათქმას რომელსაც ვაპირებთ რომელიც ამ მუსიკას უკავშირდება რომ უკვე თქვენ მსმენელებიც მზად ახართ ამის ხედულობაში ის მაგ თუ როგორ უყურებს გიორგი მარგველაშვილი მუსიკას საერთოდ როგორც ხელოვნებას რომელსაც ძალიან ბევრი მიიჩნევს საერთოდ ხელოვნების მწვერვალად და გაგვიწევთ ეთანხმები კიდევაც იმიტომ რომ რა ვიცი ის არის ჰაერშია ვიბრაციებით მოძრაობს და თითქოს რაღაცა ამითი უფრო ამაღლებულიც არის თუმცა ეს საკამათოა რასაკვირველი მე ამ მართლა გენიალური შემოქმედის კონკრეტულად კაპიტანი ბაკუშის კითხვისას რასაკვირველია სუსხონერად ჩავერთე როგორც კი გაჟღერდა და ამოვიკითხე იქ ამ თემასთან მიახლოება მანამდეც დიდი მოყვარული ვიყავი სუპატარა ბავშვობიდან დაახლოებით ბატონი გივის ასაკიდან ახაც სული მსგავსება ჩვენ შორის ხო და ყველანაირად ყველა ენაზე რასაც ზედაც შემიძლია წაკითხვა ვეძებდი ხოლმე შესაბამის ტექსტს ჩვეულებრივი ჟურნალისტური კრიტიკიდან დაწყებული მხატვრული დამთავრებული და გონდა უკვე წაკითხული ჯონ აპდაიქს აქვს ძალიან საინტერესო ბიტნიკებს აქვს გინზბერგსაც აქვს კიდე რამოდენიმე ნაკლებად მხატვრული ნაკლებად საინტერესო მაგრამ ჩემთვის რაღაც ამაყოც იყო რომ ყველაზე სკარტად და ყველაზე საინტერესო თამაზე წერდა ქართველი გრიგოლ რობაქიძე თუ გაინტერესებთ ნახეთ ფალესტრა სადაც ის აღწერს ჯაზს
ძალიან მოხდენილად ვიდრე თქვათ ამერიკელი და სხვა ასე თქვათ დასავლეთელი ავტორები. მაგრამ გიორგი მარგველაშვილთან წაკითხულმა სრულიად გადააჭარბა რობაქიძის ასე ვთქვათ მუსიკალურ აღწერილობებს და ვერსიებს რა. აი ხა თქვენგან გავიგე რომ როგორ მნიშვნელობას ანიჭებდა ამას. არ შეიძლება ამაში არ დაეთანხმო, იმიტომ ხშირ შემთხვევაში კონცერტებზე მაყურებლები და ისინი პირდაპირ საჭიროებენ ამას, რომ წინასწარ რაღაცა ლექტორიუმმა თუ რაღაცა კონცერტის დაწყებამდე იმ ცოდნამ, რომელსაც სხვადასხვა წყაროებიდან იძენენ, ეს მსმენელი მოამზადოს იმის მოსასმენად, რაც უნდა მოხდეს და რაც უნდა ჟღერდეს. მთავარი მიგნება ბატონო გივის შემოქმედებაში მუსიკის აღწერისას ეს არის მუსიკის აღქმა და გამოყოფს და ხშირად იმეორებს სიტყვა ვიბრაცია. ამან გამახსენა ჩემი გატაცების პირველი წლები, როცა მე ენა არ ვიცი. მინდა ეს გავიგო კაცო, ეს შესანიშნავი სიმღერა, კომპოზიცია რაზეა, მაგრამ ვერ ვიგებ, იმიტომ რომ ტექსტს დაწერის, რომ თქვა ლექსიკონის მეშვეობით თარგმნა არ არის, ვერ შოულობ და ისინიც ხშირად სლენგს ხმარობენ, ყველას თავისი გამოთქმა აქვს, განსაკუთრებით როკში დამახინჯება ხდება, იქ დედანიანის ხო და ვიყავი ესე, მაგრამ განცდა შეგრძნება, აღქმა და დაფასება აი ახლა გამოჩნდა რომ მქონია ძალიან მაღალი. საიდან? აი ვიბრაციების წყალობით, რომელიც ჩემში როგორც მსმენელში, რომელიც ეთყობა რაღაც ჩემებული სილომისებული განსტიტვი კიდებოდი ამას ხო? აი მაგალითად ხო მოგონდა აი მისი ლენონის Revolution. არ არის საჭირო არავითარი ინგლისური ცოდნა რა. როგორც კი იწყება ეს მუსიკალური ტალღა ზნო რევოლუცია მოდის, ამბოხი მოდის, სამართლიანობისთვის ბრძოლა მოდის. და სიმღერაში როცა ტექსტს ნახავ, იგივეს წამოიკითხავ იქ. ბატონო გივის ჩვენ შორის სიშორე ასაკობრივი არის დაახლოებით 20 წელი. თუ შეიძლება უდრომ მეტი ხა ზუსტად ვერ გეტყვით. მამის და შვილის ეს არის რა დისტანცია. ხო და ეს თავგადასავალი ცხოვრებისეული მოგეხსენებათ ის ფაშისტურ გერმანიაში ჰიტლერის ესე ვთქვათ პირობებში დაბადებული და მე საბჭოთა კავშირში უკვე სტალინის ჩემი დაბადების წელს გარდაიცვალა თუ რაღაცა ის ულვაში. ხო ეს კიდე გაძლევს ამ ორი დიქტატორული ქვეყნის შედარების უნიკალურ შესაძლებლობას და უნდა მოგახსენოთ ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი საოცარი შოკი რა რომ ხედავ რომ კაცო ფაშისტური გერმანია გაცილებით თავისუფალი ყოფილა ვიდრე ის სტალინისტური საბჭოთა კავშირი რომელშიც მე დავიბადე მუსიკების ჟანრებს შორის პრაქტიკულად არავითარი განსხვავება არ არის ორივეს დაინფიცირებულები ვართ აფროამერიკული მუსიკით ეს არის ჯაზიც ეს არის როკ მუსიკა როკ-ენ-როლი ასე ვთქვათ და ერთნაირები ვართ რა ერთნაირები ვართ აი ამ სიტყვის გადაუჭარბებლად სხვა შორის ისე არ წავიდა ამ მეწიერი ქვეყნიდან, რომ ჩვენ კონტაქტი გქონდა მართალია სატელეფონო, მაგრამ ორი მეგობარი ბიჭი ლაპარაკობდა ტელეფონზე, როცა ის უკვე იყო მეგონი 90-ს გადაცილებულიც კი და მელოდა სტუმრად რაც ისე შორს ხურობდი თერთმეტისაგან და ესა ჩემი წიგნი გამოეს არა კაიაო და ის წიგნით მოდიო წიგნით და აი იმ წიგნმა როგორც ხდება გამოცემულო დაიგვიანა და სამწუხაროდ და ეს ჩემი წიგნი შეხვედრა არ მოხდა და მხოლოდ დაგზავნოს დავესწარი ეხლა აღარ დაგღალოთ და ესე იგი ეს მისი აფროამერიკული მუსიკის გივისეული ესე ვთქვით გადაცემა ეს არის დიქსილენდი
ეხლა შეიძლება ყველასთვის ეს ტერმინოლოგია არ იყოს ნაცნობი, მაგრამ ეს მოსმენით ყველას მოსმენილი გაქვთ არაერთხელ და მრავალგზის. მე გეტყვით უბრალოდ, რომ ეს არის ჯაზის პირველადი ფორმა, ეხლა უკვე ამ გადასახედიდან პირველი სტილი ჯაზში, მე სტილები იყოფა, სვინგი, მოდის ისა ესა, ხო და ყოფითი მუსიკა უკავშირდება იმაში შტატებში თითო დოლარად ინსტრუმენტების გაყიდვას, რომელიც მასობრივად მიდიოდა იქ სამოქალაქო ომის მერე და ასე ჩაუვარდათ შავკანიანებს ხელს თუ შავკანიანებს აქ უნდათ საქსოფონების და საყვირების და იმების საყიდელი ფული მოგცათ ჩაუვარდათ ხელს და იმ წუთში გააკეთეს მუსიკა გაკეთდა იმაში რა ქვია ახალ ორლეანში ხო და დიქსი რას ნიშნავს კაცმა არცეს დღემდე დიქსის ლენდი რაღაცა საოცარი სამყარო რომელიცაც ყოფითი მუსიკაა და დაკრძალვებზედაც ძალიან ესე ძალიან მიღებული იყო დაკრძალვებზე და დღესაც მიღებულია ჯაზმენი რო გარდაიცვლება თუ ესეთი ფიგურაა პატივცემული ძალიან გამორჩეული იმას ვაშხლავების ესე ვთქვათ დიქსილენდ ბენდი აცილებს უკანასკნელ ჯაზზე გზაზე ეხლა ნიმუშისთვის მაინც ესეთი რო იყოს რაღაც შეკრული და სრულყოფილი ეს ჩემი პატარა მოხსენება ესე იგი შევასრულებთ მას აბა შეაუწყი ხმას რომ დიდი მადლობა